საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. მოლოდინში. რაღაცა დიდის და სერიოზულის მოლოდინში უნდა ვიყოთ. დანარჩენს რა თქმა უნდა სადაღზა გადაცემის მსვლელობისას გავიგებთ. გუშინ შედგა სატელეფონო დიალოგი ტრამპსა და პუტინს შორის. ამგვარ დიალოგებს ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დაძაბულ მსოფლიოს თითქმის მესამე მსოფლიო ომისკენ მიმავალ მსოფლიოს თუ რამე დააწყნარებს ისევ და ისევ მოლაპარაკება ზე სახელმწიფოთა ლიდერებისა. მოგახსენებათ, სულ 3 სახელმწიფოა, რომლებიც წყვეტენ პლანეტის ბედს. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი. რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ზემძლავრი ბირთვული სახელმწიფოები, მათ შორის თუ არ შედგა კომუნიკაცია, მათ შორის თუ არ შედგა ურთიერთობა, მათ შორის თუ არ ჩამოყალიბდა რაღაც ერთიანი აზრი თანამშრომლობის შესახებ და ყველაფერი წავიდა კონფრონტაციის გზით, ეს რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მიექანება დიდი უბედურებისკენ. ამიტომ ასეთ საუბრებს ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგრამ რით მთავრდება ხოლმე ეს საუბრები. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ სატელეფონო საუბრით უკმაყოფილო დარჩა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრით იმედგაცრუებულია და არ სჯერა, რომ პუტინი უკრაინაში ომს შეწყვეტს. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხვალ სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტთანაც გამართავს. ხვალ დილით ადრე უკრაინის პრეზიდენტს დაველაპარაკები. ვლადიმერ პუტინთან დღევანდელი საუბრით კი იმედგაცრუებული ვარ. არ მგონია, რომ ის ომის შეწყვეტას აპირებდეს. ეს ძალიან ცუდია. რატომ ეს იმედგაცრუება? რატომ არ აპირებს ვლადიმერ პუტინი ომის შეწყვეტას, როგორც ტრამპი აცხადებს? რაშია საქმე? სად არის საფუძველი ამისა? მე რომ ვრცელი მსჯელობა არ გამომივიდეს ამასთან დაკავშირებით, გზადაგზა ძალიან მარტივად გავარკვევთ ყველაფერს. აი მაგალითად, რა თქვა ტრამპმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ჩვენ არ შეგვიწყვიტავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ჩვენ ვაძლევთ იარაღს, მუშაობთ მათთან და ვცდილობთ დავეხმაროთ. იცით, ბაიდენმა მთელი ჩვენი ქვეყანა დააცარიელა იარაღის მიცემით და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვისაც საკმარისი გვაქვს. აი ასე, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მიწოდება შეიარაღებისა უკრაინისთვისო, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თან იმასაც აცხადებს, რომ პუტინთან საუბრის შედეგებით მთლად კმაყოფილი არ არის. კმაყოფილი არ არის, იმიტომ რომ პუტინმა უთხრა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი და ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ან შეთანხმებით, მოლაპარაკებით, ან ომით. თუ შეთანხმებით და მოლაპარაკებით ამას ვერ მივაღწევთ, მაშინ ასეთ შემთხვევაში ჩვენს მიზანს ჩვენ მივაღწევთ ომის გზით და სამხედრო სპეციალური ოპერაციის გაგრძელების გზით. ამიტომ არის ტრამპი უკმაყოფილო, მაგრამ თუ დონალდ ტრამპს უნდა ცეცხლის შეწყვეტა, თუ დონალდ ტრამპს უნდა მშვიდობის მტრედის როლი ითამაშოს და რუსეთსა და უკრაინას შორის, უფრო სწორად რუსეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს, ამისთვის ერთი მარტივი დავალებაა შესასრულებელი. ერთი მარტივი პირობაა დასაცავი. ეს არის ის, რომ დასავლეთმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება. მორჩა და გათავდა. ომი ძალიან მცირე ვადაში დასრულდება მას შემდეგ, რაც სრულად შეწყდება უკრაინის ფაშისტური რეჟიმის შეიარაღება, მაგრამ ამაზე არ მიდიან. როგორც ჩანს, ტრამპს უნდა კიდეც ამ მიმართულებით წასვლა, მაგრამ იქ მოგახსენებათ, Deep State-ია ეს გლობალური ომის პარტია თუ სხვა 1000 უბედურება არსებობენ ძალები, რომლებიც ამ მიმართულებით ტრამპს არ უშვებენ, ხელფელს უკრავენ და აიძულებენ, რომ შეიარაღება ისევ და ისევ წავიდეს უკრაინის მიმართულებით. და ეს იწვევს იმას, რა პასუხიც მას პუტინმა გასცა. პუტინის პასუხი იყო ასეთი: ან მშვიდობის გზით, ან ომის გზით, მაგრამ მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, იქნება მიღწეული. უმარტივესად დგას საკითხი. თვითონ ტრამპის გადასაწყვეტია, თუ რა იქნება და როგორ იქნება. დასტური იმისა,
რომ პუტინი თავის სიტყვას შეასრულებს, გამოჩნდა გუშინვე. გუშინ 3 ივნის ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც მოლაპარაკება შედგა, უпростоრად სატელეფონო დიალოგი გაიმართა ტრამპსა და პუტინს შორის და ეს ყველაფერი რაც ვთქვი, ითქვა, აი ამის შემდეგ განხორციელდა ძალიან სერიოზული იერიში კიევზე. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის დასრულებიდან მალევე რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. გავრცელებული ცნობით კიევის მიმართულებით ოკუპანტებმა დაახლოებით 100 დრონი და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. მოდი ჯერ აი ამ კომენტარის შესახებ თქვათ, ეს ჩვენი სატელევიზიო სივრცე გახლავთ, ქართული სატელევიზიო სივრცე, სადაც ასე ამბობენ, რომ შეტევა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას მუდმივად უსვამენ ხაზს ქართველი ჟურნალისტები და კომენტატორები. რატომ? იმიტომ რომ მათ ასეთი დავალება აქვთ მიცემული. ხედავთ რუსეთი როგორ იქცევა, ხედავთ რუსეთი როგორ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ამათიანით რომ თქვა ნარატივი, რომელიც მათ დავალება და აქვთ მიღებული, მუდმივად სრულდება, ეს არასოდეს არ გამორჩებათ, რაც რა თქმა უნდა სწორი არ არის, რუსეთს თუ სადმე მიაქვს იერიში უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყოს ეს კიევში თუ სხვაგან, რა თქმა უნდა მას იერიში მიაქვს პირველ რიგში იქ, სადაც არის საწყობები, სამხედრო საწყობები, სადაც არის სამხედრო დაჯგუფებები, სადაც არის მტერი ჩასაფრებული და არავითარ შემთხვევაში იქ სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა. რა თქმა უნდა, დასანანი შეცდომა შეიძლება მოხდეს რაღაცა ომის დროს, ომის ვითარებაში, ამისგან დაზღვეული ვინ არის, მაგრამ თქმა იმისა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას არის სრული აბსურდი და ამიტომ ბევრჯერ მომიწოდებია და კიდევ მოუწოდებ ქართველ ჟურნალისტებს და ქართველ კომენტატორებს, პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს ამ სისულელეს თავი დაანებონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ამ მოწოდებას არ შეასრულებენ. ეხლა რა არის მთავარი? მთავარი ის არის, რომ გუშინ გამართული სატელეფონო დიალოგის შემდეგ განხორციელდა ის რაც საიდანაც ჩვენ ახლა ფრაგმენტი ვნახეთ. ანუ რას ნიშნავს ეს? პუტინმა რაც უთხრა, ის გააკეთა. სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის წინასწარ ლაპარაკობს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს. მთელი ამ 25 წლის განმავლობაში, რაც ის რუსეთის სათავეშია, მე თითქმის არ მახსოვს მომენტი, რომ მას რამე ისეთი გაეკეთებინოს, რომლის შესახებ განცხადება არ აქვს წინასწარ გაკეთებული. ახლაც ასე მოიქცა, უთხრა ტრამპს, რომ ან ომით, ან მშვიდობით. თუ შეგიძლიათ, რომ მშვიდობის გზით მოაგვაროთ, თუ შეგიძლიათ, რომ უკრაინის მარიონეტ ხელისუფალთან, ფაშისტ ზელენსკისთან თქვენ მოლაპარაკება გამართოთ და დაიყოლიოთ ის ამ მიმართულებით, ან თუ შეგიძლიათ, რომ შეუწყვეტოთ შეიარაღება, ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ჩქარად დასრულდება, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლიათ, კიდევ ვიმეორებ ამას, თუ ეს არ შეგიძლიათ, ასეთ შემთხვევაში ომი გაგრძელდება, ოპერაცია გაგრძელდება, მაგრამ ის მიზნები, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ რუსეთს აქვს დასახული, აუცილებლად შესრულდებაო და დასტური ამისა იყო ის, რაც წუხელ მოხდა კიევში, ანუ შეტევა კიევზე. სიტყვის და საქმის ერთიანობა. აი, რას უსვამ ხაზს რუსეთის მხრიდან, სამწუხაროდ ასეთი ერთიანობა სიტყვისა და საქმისა არ მოდის არც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და არც ევროპიდან. ევროპაზე საერთოდ ლაპარაკიც გძნელია უკვე, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც სიტყვის და საქმის ერთიანობას სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. და ახლა ერთი ასეთი თემა, რომელზეც აუცილებლად უნდა გადავიდეთ, ეს არის სიტუაცია ამიერკავკასიაში, ანუ კავკასიის რესპუბლიკებში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ნუ საქართველოზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, სომხეთი და აზერბაიჯანი რა ხდება იქ, რა ვითარებაა. ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა, მაგრამ რას ნიშნავს ეს ძალიან დაიძაბა? საით მიდის ეს ყველაფერი, რა დგას ამის უკან, რა მიზანს ისახავს ეს ყველაფერი, რა ძალები აკეთებენ ყველაფერ ამას და ასე შემდეგ. აი, რამდენადმე მაინც შტრიხები გავავლოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ნახოთ ერთი პატარა სიუჟეტი, რომელიც სომხეთს ეხება.
В субботу в Ереване суд арестовал на 2 месяца архиепископа армянской апостольской церкви Микаэла Аджапахяна. Его задержали накануне, после того, как полиция со спецназом провели обыск в монастыре в Эчмиадзине. И это уже второй за неделю арест архиепископа в Армении. Ранее был задержан Баграт Галстанян, один из лидеров оппозиционного движения «Священная борьба». По версии следствия, участники движения готовили государственный переворот в стране. Адвокаты же задержанных называют эти аресты давлением на оппозицию в Армении. აი ერთი პატარა ფრაგმენტი, პატარა ამონაგლეჯი იმ ვითარებიდან, რაც არის სომხეთში შექმნილი, ანუ დაპირისპირება უკვე ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან. რა არის ეს და რა უდევს ამას საფუძვლად? ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პოლიტიკა. დიდი პოლიტიკა. თუ კიდევ უფრო დავკონკრეტდებით, ამის უკან დგას სომხეთის საგარეო ორიენტაცია და საგარეო ვექტორი. ანუ საკითხი დასავლეთი თუ რუსეთი სომხეთში ჯერ არ მოხსნილა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი საერთაშორისო სამართალი არ ჩამოყალიბდება, არ ჩამოყალიბებულა, იქამდე რა თქმა უნდა, აი ეს ბრძოლები, ეს დაპირისპირებები, ეს მკლავის გადაწევა, გადმოწევა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. არა მარტო სომხეთში, არამედ დანარჩენ რესპუბლიკებშიც და არა მარტო ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, არამედ სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებშიც და იმის ფარგლებს გარეთაც, იმიტომ რომ დუღს ახლა მსოფლიო და ამ დუღილში უნდა მოხდეს ახალი მსოფლიოს დაბადება, ახალი მსოფლიო წესრიგი ჩვენ თვალწინ უნდა იშლოს, მაგრამ რა სანამდე მიგვიყვანს ეს წავა იმ მიმართულებით რომ წესრიგი იშლოს თუ წავა იმ მიმართულებით რომ ჯერ ომი უნდა იშლოს, რომელიც შემდეგ ჩამოაყალიბებს წესრიგს, ან ღმერთმა რქმას ჯერ უნდა იშლოს იმ მასშტაბის ომი, გლობალური კატასტროფა, რომლის იქით არც აღარაფერი აღარ ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ შეიძლება ეს საერთოდ დასასრულიც იყოს. იმედია რომ ამ გზას არ დაადგება პლანეტა. კიდევ ერთი სიუჟეტი სომხეთიდან. Все последние годы проходили политические процессы и акции протеста против них, на которых звучали призывы к гражданскому действию. Что же здесь преступного? Теперь они делают вид, что схватили группу террористов. В кучу валят как можно больше самых разных страшных обвинений, чтобы все тонуло в их дымовой завесе. Это просто очередной спектакль, какие мы уже не раз наблюдали. დიახ, აი ეს არის მთავარი სიტყვა. ეს არის სპექტაკლი, რომლის მსგავსი ჩვენ მრავალი გვინახავს. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომლის უკან დგას აი ეს ჩანაფიქრი, ვინ ამღვრევს კონკრეტულად წყალს, რაშია საქმე. თქვენ იცით, რომ სომხეთში დგას რუსეთის სამხედრო ბაზა, თქვენ იცით, რომ სომხეთი არის ოდეკაბეს წევრი, თქვენ იცით, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის არის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა და ახლა რა ხდება? ახლა ხდება ის, რომ ვიღაცა სურს ეს ყველაფერი დაანგრიოს და დაარღვიოს. და ეს ვიღაცა ვინ შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, კოლექტიური დასავლეთი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. არ ვიტყვი დონალდ ტრამპი მეთქი, იმიტომ რომ დონალდ ტრამპის პოზიცია ცოტა სხვაგვარია. მან ბრძოლა გამოუცხადა ბნელ ძალებს, deep states, გლობალურ ომის პარტიას და ასე შემდეგ, მაგრამ ის ძალები ჯერ ხომ არ დამარცხებულან, ის ძალები ჯერ ხომ არ დამთავრებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ისინი მოქმედებენ, ისინი ძალიან ძლიერები არიან, მათ ხელში არის უზარმაზარი კაპიტალი, მათ ხელში არის ძალიან დიდი და მძლავრი ბერკეტები ზემოქმედებისა მთელ მსოფლიოზე, ამიტომ ჯერაც კაცმა არ იცის რა არის დამთავრდება, რა არის დასრულდება და მიდის აი ეს ბრძოლა და აი ამ ბრძოლამ ახლა უკვე იჩინა თავი ამიერკავკასიაში. თქვენ მოგეხსენებათ ცოტა ხნის წინათ რა ამბავი იყო ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ირანისა და ისრაელის დაპირისპირებასთან ჰქონდა საქმე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაება ამ პროცესში, როდესაც მან პირდაპირ იერიში მიიტანა დაბომბა ობიექტები, სადაც ეგულებოდა ურანის გამდიდრების ლაბორატორიები და ასე შემდეგ, რომ ეს საბაბი, რომელიც არსებობს თითქოს ირანი ქმნის
მასობრივი განადგურების იარაღს, ატომურ ბომბს, აი ეს საბაბი იქნა გამოყენებული ამ იერიშის განხორციელებისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი შედარებით მოკლე დროში და მარტივად თითქოს ჩაცხრა. კაცმა არ იცის იქ მართლა განადგურდა თუ არა ის რისი განადგურებას ამერიკელებს უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთი ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა და ეს ძალიან დიდი დარტყმა ახლო აღმოსავლეთში იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთი შეიძლება აფეთქდეს და ეს აფეთქება უკვე გამოიწვევს გადაიზრდება მსოფლიო აფეთქებაში. სხვა გამოსავალი ალბათ ძნელი მოსაძებნი იქნება, იმიტომ იცით იქ რა არტერიები გადის, ნავთობის ძირითადი საბადოები, ნავთობის ძირითადი კვანძები, მიმავალი სხვადასხვა მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ურთულესი მომენტი არის, აქ უკვე შემოდის არა მარტო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები, არამედ შემოდის ეკონომიკური ინტერესები, ბიზნეს ინტერესები, კლანური ინტერესები და სხვადასხვა. ამიტომ კი მართალია ახლო აღმოსავლეთში თითქოს რაღაცა სიწყნარის ელემენტები გაჩნდა აი ამ პროცესების შემდეგ, მაგრამ ახლა უკვე ამიერკავკასიაში იწყება ეს პროცესები, რომელსაც როგორც ჩანს, შორს მიმავალი პერსპექტივა აქვს. კიდევ ერთი სიუჟეტი სომხეთიდან. Все, что здесь сейчас происходит, это чистейшей воды репрессии. Никак иначе я это назвать не могу. Репрессии, которые прямо пропорциональны страхам властей. Мы вышли, чтобы бороться с этой несправедливостью и за будущее своей страны. ეს ტექსტი თქვენ ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი და მოსმენილი გაქვთ არა მარტო სომხეთში, არამედ სხვაგანაც და მათ შორის საქართველოში. ეს ტექსტები ერთნაირი ერთმანეთზე გავს, რომ იქ ყარდება დიქტატურა, ასე მიდის, ისე მიდის, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან სხვა რამე იმალება ის, რის შესახებაც მე უკვე ვისაუბრე, ეს არის ის პოლიტიკური, მთავარი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საკითხი, სომხეთის საგარეო ორიენტაციის საკითხი. თუ ბოლოს და ბოლოს როგორ ჩამოყალიბდება სომხეთი, ვისი სტრატეგიული პარტნიორი გახდება იგი, დასავლეთის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ რუსეთის. აი ეს ამოცანა, ეს მოცემულობა, აი ეს პირობა არის ის, რაც ამღვრევს წყალს და იწვევს ამ სიტუაციებს, რომელთანაც საქმე გვაქვს და ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი პატარა სიუჟეტი შემოგთავაზოთ. Политический характер обвинения очевиден большинству армян, уверены эксперты по региону. Вообще довольно очевидно, что противостояние носит политический характер. და დიახ, აი ეს პოლიტიკური ხასიათი, პოლიტიკური მამოძრავებელი მთელი ამ არეულობისა, რაც სომხეთში დაიწყო და დაიწყო არა მარტო საერო ცხოვრებაში, სამოქალაქო ცხოვრებაში, არამედ შეაღწია ეკლესიაშიც. ამას მე საგანგებოდ უსვამ ხალხს, იმიტომ რომ რაღაც ანალოგიური ჩვენთანაც დაიწყება ალბათ, ერთმა ქნას რომ არ დაიწყოს, მაგრამ მოსალოდნელი არის. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ზოგიერთი საკუთარ მაგალითზე უნდა გავიაზროთ, ზოგიერთი სხვათა მაგალითზე უნდა გავიაზროთ. საკუთარი მაგალითიც გაკვეთილია, სხვათა მაგალითიც გაკვეთილია და ასე უნდა ვიმოქმედოთ. და კიდევ ერთი პატარა სიუჟეტი სომხეთიდან. Аресты произошли на фоне очередного обострения отношений между Николом Пашиняном и Армянской апостольской церковью. В поддержку церкви выступил миллиардер с двойным российско-армянским гражданством, публично поддерживающий Путина, Самвел Карапетян. После этого Карапетяна тоже арестовали. Пашинян призвал национализировать его компанию «Электросети Армении». Премьер-министр пообещал, что все несостоявшиеся путчисты, цитата, «почувствуют во рту вкус государства». აი აქ უკვე პუტინის გვარიც კი გაჟღერდა, რუსეთი გაჟღერდა და თანდათანობით გამოიკვეთა ის, რის შესახებაც მე ვსაუბრობ. უპირველესი მამოძრავებელი აი ამ აჟიოტაჟისა, ამ ალიაკოთისა, ამ არეულობისა, ამ უწესრიგობისა არის საგარეო ორიენტაციის საკითხი, იმიტომ რომ ეს არა მარტო სომხეთს აწუხებს, არამედ სომხეთზე მეტად აწუხებს დანარჩენ მხარეებს, იქით ამ მხარეებს, მათთვის არის ეს უზარმაზარი მნიშვნელობის, იგივე რუსეთისთვის, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. და ყველაფერ ამას აი როგორი კომენტარი გაუკეთა ბატონმა პესკოვმა, русეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. Это внутреннее дело, безусловно, Армении. Мы, конечно же,
заинтересованы в том, чтобы в Армении сохранялась законность, спокойствие, и чтобы Армения была процветающей, стабильной страной, дружественной Россией. აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯერ ერთი უაღრესად 7 ტონი ბატონ პესკოვისა და მეორე ის თუ რას გაუსვა მან ხაზი რომ სომხეთში უნდა იყოს სიწყნარე უნდა იყოს სიმშვიდე და რაც თავარია უნდა შენარჩუნდეს ის ვითარება რომ სომხეთი უნდა დარჩეს რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილ პარტნიორად რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილად და პარტნიორად აი ასეთი უნდა დარჩეს რუსეთი კი შვიდად იყო ნათქვამი, კი წყნარად იყო ნათქვამი, კი არავითარი დაძაბულობა პესკოვის საუბრის დროს არ იგრძნობოდა, არავითარი ისეთი ინტონაციები არ ისმოდა, მაგრამ ის რომ სომხეთი უნდა დარჩეს სტრატეგიულ პარტნიორად, ეს არის რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი ფორმულა. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც უკვე გაკეთდა უკრაინაში და რაც კეთდება კიდევ და ბოლომდე არ არის ეს საქმე მიყვანილი. სხვა რეგიონებს ღიად დატოვებს რუსეთი, მას ძალიან ეშლება. უკრაინაში რუსეთმა ჩადო უამრავი რესურსი. ეს არის ცოცხალი ძალა, სამხედროები და ეს არის ტექნიკა, ეს არის ფინანსები, ეს არის შეიარაღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 3 წელიწადზე მეტი დრო გავიდა რაც ეს ოპერაცია მიმდინარეობს, რომელსაც აქვს ძალიან ფართო მასშტაბიანი ომის ხასიათი. ეს რატომ კეთდება? რისთვის კეთდება? იმისთვის, რომ მეორე მხარე ისე მოუღიავდეს რუსეთს, მის მეზობლად, რომ ის რაც ნატომ და დანარჩენმა კოლექტიურმა დასავლეთმა ვერ მოახერხა უკრაინაში, მოახერხოს თქვათ ამიერკავკასიაში. და როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით ფიქრი და აზროვნება სწორია? საფუძველი ამას აქვს? არა. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთი ამას არ დაუშვებს. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთს ძალით გააკეთებინებენ იმას, რისი გაკეთებაც არ სურს, ან ხელს ააღებინებენ იმაზე, რის განაც ხელის აღება მას არ სურს, მის უსაფრთხოებას ემუქრება. ასეთ ნაბიჯს გადაადგმევინებენ, ამას აიძულებენ, ის ძალიან ცდება, იმიტომ რომ ყველაფერი იმიდან, რაც უკვე მოხდა რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობაში, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში, რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში, ამ დასკვნის საფუძველს კი არ იძლევა პირიქით. აბსოლუტურად საწინააღმდეგო დასკვნის საფუძველს იძლევა. ეს დასკვნა მდებარეობს იმაში, რომ რუსეთი მის მეზობლად არ დაუშვებს არავითარ ნატოს, არ დაუშვებს არავითარ გეოპოლიტიკურ ისეთ ცვლილებას, რომელიც მის უსაფრთხოებას შეეხება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავრცელდება ამიერკავკასიაზეც, მათ შორის საქართველოსაც. მე მინდა ამას ხაზი გაუსვა და მე მინდა რომ თქვენ ეს ჩემმა მაყურებლებმა, მსმენელებმა კარგად გაიაზროთ. არავითარი პერსპექტივა იმისა, რომ ეს ასე მოხდება, როგორც აქვს ჩაფიქრებული დასავლეთში და ვინც ამღვრევს ამ წყალს აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუმცა არა მარტო იქ, არამედ საქართველოშიც მოგახსენებათ, რამდენი ხანია საქართველოში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალებამდე მიიყვანონ ქვეყანა. რატომ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ამიერკავკასია იქცეს დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის სფეროდ და იქცეს ნატოსთვის ფეხის მოსაკიდებელ ადგილად. იქცეს იმ ალყის შემადგენელ ნაწილად, რომელ ალყაშიც ცდილობენ რუსეთის მოქცევას. მიმეორებ, ყველაფერი ის, რაც მოხდა და რაც ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ჩანაფიქრს, ამ მიზანს, დასავლეთის ამ მიზანს პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ ნუ აყვება ამალიაკოც, ნუ აყვება იმ განწყობილებებს, რომლებსაც თესავენ სხვათა შორის ქართულენოვანი, მაგრამ დასავლური ორიენტაციის ჩვენი მედია საშუალებები, განსაკუთრებით ტელეარხები, რომლითაც მოფენილია საქართველო და რომლებიც წამლავენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, წამლავენ ადამიანებს
და აიძულებენ მათ, რომ იფიქრონ იმის საწინააღმდეგოდ, რაც სასარგებლოა, რაც სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე კი იქცევიან, ასე კი აკეთებენ, მაგრამ ამას პერსპექტივა არ აქვს. და ახლა მოდით გადავინაცვლოთ ბაქოსკენ. Это кадры задержания группы россиян в Азербайджане накануне, во вторник 1 июля, по подозрению в киберпреступлениях и незаконном обороте наркотиков. В тот же день 8 из них по решению суда в Баку были арестованы, каждый на 4 месяца. Кроме этого, накануне уже по другому делу был проведен обыск в бакинском офисе Российского государственного агентства «Спутник Азербайджан», а 2 его сотрудника были задержаны. Их подозревают в отмывании денег, мошенничестве и незаконном предпринимательстве. აი ასეთი სცენები თქვენ ეს უკვე ნახეთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რაც მოხდა ბაქოში ამ დღეებში და ეს არის მეტისმეტად დამაფიქრებელი რამ, თუ უფრო მეტი არა. ძალიან დამაფიქრებელი რამ არის, იმიტომ რომ მე მართალი გითხრათ კონკრეტულად მიჭირს იმისი განსაზღვრა თუ რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისა, როდესაც ისინი ამ ნაბიჯზე, ამ აშკარა პროვოკაციულ ნაბიჯზე წავიდნენ. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ის სამხილი, რაც მოიტანეს, აი ამ ჟურნალისტებთან დაკავშირებით და რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაქოში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ასე მოექცნენ, ეს არის თითიდან გამოწვეული და ამას რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს. ეს არის აშკარა პროვოკაცია მოწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა რაღაცა საბაბი, რაღაცა ახსნა ამისა მოიძებნა, რომ აი რუსეთში მოხდა ისეთი რამ, რამაც შემდეგ ეს გამოიწვია. Громкие аресты россиян прошли в Азербайджане одновременно с похоронами 2 братьев-предпринимателей Сафаровых, которые погибли в Екатеринбурге 27 июня в результате массовых задержаний представителей азербайджанской диаспоры для проверки на причастность к убийствам в нулевых годах. По версии российских силовиков, причиной смерти стала сердечная недостаточность во время следственных действий. 60-летний Гасан умер в здании МВД, 55-летний Зияддин в служебном автомобиле следователей. Азербайджанская сторона заявляет, что братьев забили до смерти. არ მინდა რაღაც ძალიან ჩახლართული სცენები და ეპიზოდები ავაგო, მაგრამ აი ასე მზადდება ხოლმე პროვოკაციები. მრავალი სვლისგან შემდგარი პროვოკაციები. არ ვიცი, შესაძლებელია დამთხევა, შესაძლებელია მერე იქნა გამოყენებული ეს ყველაფერი იმისთვის, რაც წინა სიუჟეტში ნახეთ. იქნებ ყველაფერი ეს ჩაფიქრებული იყო და რაღაცა ერთიანი ჯაჭვის შემადგენელი რგოლებია, მაგრამ პროვოკაციები ასე მზადდება. და ამ პროვოკაციების უკან არის სხვა განსაკუთრებით დიდი ჩანაფიქრი, პოლიტიკური მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ჩანაფიქრი. ეს არავის არ უყვირს დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ეს იქცა რაღაც ჩვენი საერთო ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. ასე რომ აქ შემდეგი ფაქტები, აი პოსტ ფაქტუმ რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ესეც ხსნის უფრო აი წინა ფაქტებს, შემდეგი ფაქტები, რა მოხდა. შესაძლებელია წინა ფაქტი იმდენად არ იყოს გაშიფრული, თუ რატომ ხდებოდა, მაგრამ მომდევნო ფაქტმა წინა ფაქტი გაშიფროს და ასე შემდეგ. ასე მაგალითად, აი ვთქვათ, ერთი ეპიზოდი დაკავშირებული Зеленскийстан. Россия сейчас разжигает очередную волну враждебности по отношению к своим соседям. После жестокого убийства 2 членов азербайджанской общины в России, Москва также угрожает азербайджанскому государству. Жизненно важно, чтобы все партнеры видели это таким, какое оно есть. Это угроза не только для одной нации, но и для всех соседей России. აი როგორ ელვისის სწრაფით ჩაერთო ეს კაცი ამ აზერბაიჯანის ამბებში და რაღაცა თავისი სიტყვა თქვა, რა თქმა უნდა სიტყვა თქვა რუსეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა შეეცადა
ვიზეც მას გავლენის მოხდენა შეუძლია, ის ადამიანები, ის სოციალური ჯგუფები განაწყოს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ თუ კი ამ შემთხვევაში ზელენსკი მხარს უჭერს აზერბაიჯანში განხორციელებულ პროვოკაციას და ებრძვის რუსეთს გასაგებია, მაგრამ აზერბაიჯანის პროვოკაციას თუ მხარს უჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ პროვოკაციის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც დგანან აი ამ ვაჟბატონის უკან, ზელენსკის უკან. ეს ერთი და იგივე ძალაა. ამიტომ კიდევ ერთხელ უსვამ ხალხს იმას, რომ ყველაფერი ეს მთლიანობაში წარმოგვიდგენს იმ სურათს, რომ ბრძოლა მიდის მთლიანად აზერბაიჯანისთვის და არა მარტო, არამედ მთელი ამიერკავკასიისთვის. ბრძოლა მიდის ორ დიდ მსოფლიო მნიშვნელობის ბანაკს შორის, დასავლეთსა და რუსეთს შორის და აი აქ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ დასავლეთს პერსპექტივა აქვს. მე უკვე თქვი ამასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს აი ამ ჩანაფიქრში, აი ამ განწყობილებების შექმნაში, აი ამ დაძაბულობების და წინააღმდეგობისა და დაპირისპირების შექმნაში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. იმიტომ რომ რუსეთს პრაქტიკულად უკან დასახევი არ გააჩნია და როდესაც რუსეთს უკან დასახევი არ გააჩნია, მაშინ და ვიფიქროთ, რომ რუსეთს ყველაფერი აქვს, ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ მისი ინტერესები დაიცვას და ბოლომდე გაიტანოს. იმის ჩათვლით, რაც შესაძლებელია გაიფიქრეთ. დიდი, მძიმე, ბირთვული არსენალი. თქვენ იცით და მოგისმენიათ ეს, რომ როდესაც რუსეთის უსაფრთხოებას დაემუქრება რაღაცა, ასეთ შემთხვევაში რუსეთის ბირთვული დოქტრინაც ამას ლაპარაკობს და რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტიც ამას ამბობს, რომ მის ჭირდება ის მსოფლიო, სადაც არ იქნება რუსეთი. თუ კი რუსეთის ეგზისტენციალურ პოზიციას, მის ყოფნას, მის არსებობას საფრთხე შეექმნება, მაშინ სხვა ძალა ამუშავდება, სხვა მიმართულებას მიიღებს ეს ყველაფერი, ასე რომ გამარჯვება რუსეთზე, რუსეთის დამარცხება, როგორც ეს წარმოედგინათ და როგორც ჩანს დღემდე წარმოუდგენიათ დასავლეთში, ყოველ შემთხვევაში იმ ძალებს, ვინც ყოველივე ამის უკან დგას, ეს არ არის სწორი მიმართულება, სწორი ჩანაფიქრი, სწორი ანალიზი და სწორი ლოგიკა. ეს მათ უნდა გაიგონ, მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ამის გაგება მათ ძალიან უჭირთ. კიდევ ერთი сюжет. Украина сейчас будет делать все возможное, чтобы подливать масло в огонь, чтобы провоцировать азербайджанскую сторону на такие эмоциональные действия, на продолжение эмоциональных действий. Это очень легко спрогнозировать. Россия никогда не угрожала и не угрожает Азербайджану. Но, конечно же, киевский режим будет всячески препарировать эту информацию так, чтобы спровоцировать дальше напряженность. ეს ისევ პესკოვი გახლავთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, რომელმაც ისევე მშვიდ ტონალობაში, როგორც სომხეთის მოვლენების კომენტირებისას, გაუკეთა კომენტარი ამ მოვლენებსაც და აქაც ხაზი გაუსვა იმას, რომ რაღაცა გლობალური ცვლილებები რუსეთისა და აზერბაიჯანის აქამდე არსებულ ურთიერთობაში, რაც იყო პარტნიორული, რაც იყო მეგობრული, რაც იყო კეთილმეზობლური და ასე შემდეგ, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე იყო ყველაფერი და შიგნით რა ქვედადინებებია და რა წყლები მოძრაობენ, ეს ცოტა ძნელი გასარკვევია, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც იყო. ანუ კეთილი მეზობლობა, კეთილი მეგობრობა და პარტნიორობა. ახლა ეს ყველაფერი ხანდახან ძალიან შორს იღებს სათავეს. აი უფრო შორს რომ არ წავიდეთ, გახსოვთ თქვენ ცნობილი ინციდენტი, ავიაკატასტროფა, რომელიც მოხდა და როცა დაიწყო დაძაბვა ამ ურთიერთობების, ვნახოთ ეს სიუჟეტი.
Напряженность в отношениях России и Азербайджана нарастает с 25 декабря прошлого года, дня крушения самолета Embraer азербайджанских авиалиний в Казахстане в результате повреждений, полученных в небе над Грозным от российской ПВО. В Азербайджане считают, что тон извинений Путина не устроил тогда Алиева. Это охладило отношения двух лидеров, и события последних дней в Екатеринбурге и Баку – результат этого охлаждения. მე არ მინდა იმ მტკიცება, რომ ეს რაც მოხდა ავიაკატასტროფა და თვითმფრინავთან დაკავშირებულია ეს ტრაგედია. ეს რაღაცა ამ პროვოკაციის პირდაპირი შემადგენელი ნაწილი იყო მეთქი, თუმცა გამორიცხვა ამისი მეც გამიჭირდება და თქვენც გაგიჭირდებათ ალბათ, იმიტომ რომ მე როგორც ვთქვი, მრავალი სულისგან შედგენილი კომბინაციები და პროვოკაციები იგეგმება ხოლმე. დასავლეთ სამისი უნარი აქვს, დასავლეთ სამის გაკეთება შეუძლია. უფრო დეტალებში აქ შესვლა არც არის საჭირო ამ გადაცემაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ თანდათანობით და ნელ-ნელა დასავლეთი ცდილობს იმას, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთს დააშოროს, აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთს დააპირისპიროს. აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთის მტრებად აქციოს. Асети მიმართულება არსებობს. Эксперты полагают, что аресты россиян, отмена российских мероприятий в Азербайджане и громкая антироссийская риторика, звучащая в эти дни на азербайджанских каналах, знак того, что официальный Баку начал дрейф в сторону от Москвы. დიახ, აი, რაც მე ვთქვი, ზუსტად ისიც თქვა აქაც, რომ ბაქომ დაიწყო დრეიფი მოსკოვისგან. აი ასეთი სიტყვები იყო ნათქვამი. შესაძლებელია ეს ფლასორი არ იყოს, იმიტომ რომ ბაქომ დაიწყო თუ ბაქოს დააწყებინეს, ეს სხვადასხვა რამ არის. ბაქომ დაიწყო თუ სხვებმა დაიწყეს და ბაქო ამაში რაღაცნაირად ჩაითრიეს, ეს კიდევ სხვა რამეა. მოკლედ ძალიან რთულია ეს პროცესები, მაგრამ პროცესები ამიერკავკასიაში უკვე დაწყებულია. და ამასთან დაკავშირებით მოდით მოусმინოთ ქალბატონ ზახაროვას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. Наши оценки по этому поводу уже были все изложены. Послу был заявлен решительный протест касательно сознательных шагов азербайджанской стороны по демонтажу двусторонних отношений. Они включают в себя и отмену, как было объявлено, к сожалению, в Баку мероприятий высокого уровня в рамках межгосударственного диалога. Конечно, мы видим фейки в местных средствах массовой информации. Я еще раз хочу сказать, у меня нет уверенности, что это какая-то сознательная, такая планомерная информационная кампания. Возможно, это уже просто в пылу такой, знаете, истеричности материалы готовятся. Мы можем сегодня об этом подробнее поговорить, если будут вопросы. Какие-то вещи уже прокомментировали и официальные структуры Азербайджана, и опровергли появившиеся в азербайджанских СМИ сообщения. Ну, в том числе и на этот счет вчера состоялась беседа, ну и была послу Азербайджана вручена нота о неприемлемых действиях азербайджанских правоохранительных органов в отношении российского информационного агентства «Спутник Азербайджан» и, конечно, его сотрудников. თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ ზახაროვა, რომელიც გამოირჩევა ცოტა ხისტი პოზიციების გამოხატვით ხოლმე, აი აქ ძალიან შვიდია, მოზომილია და სიტყვებს ეძებს თითქოს. უпроსორად სიტყვებს კი არ ეძებს, არამედ ზომავს, წონის და უნდა ზუსტად ის სიტყვა შეარჩიოს, რომელიც საქმეს არ გააფუჭებს, იმიტომ რომ მართლაც ასეთ ვითარებაში ადვილად შეიძლება საქმის გაფუჭება. ახლა მინდა კიდევ ერთი სიუჟეტი ისევ ზახაროვას მონაწილეობით და ამ თვალსაზრისითაც დააგვირდით, რის შესახებაც ახლა ვსაუბრობდი. Нужно отметить, что эти шаги наносят серьезный ущерб межгосударственным отношениям. И мы, конечно, призываем азербайджанскую сторону предпринять меры по возвращению к уровню межгосударственных отношений, который сформулирован в официальных документах. Напомню, это уровень
стратегического союзничества. И убеждены, что все возникающие вопросы необходимо решать в партнерском ключе, задействованием имеющихся политико-дипломатических каналов. Именно такой подход, а не искусственное нагнетание конфронтации на деле служили бы коренным интересам народов двух стран. ორი სახელმწიფოს ხალხთა ინტერესებში რაც შედის იმ მიმართულებით უნდა ვიაროთო და დააგვირდებოდით კიდევ ერთხელ როგორ ვამავდა როგორ წონიდა სიტყვებს და ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პარტნიორობას რომელიც არის ასახული დოკუმენტებში რომლებიც არეგულირებენ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობას აი ამ ჩარჩოში ამ ფარგლებში უნდა დარჩეს ყველაფერი ეს ყველაფერი ყურადღება მის აქცევი ფაქტებია შესაძლებელია არავინ მუშტებს არ იქნევს არავინ არ იმუქრება არავის არაფრის იძულების მიმართულებით არ უბიძგებს მაგრამ ის რაც ითქვა ეს იმას ნიშნავს რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ასე ადვილად შუხს ვერავინ ჩამოაგდებს და ასე ადვილად პოზიციებს ძალიან მარტივად რომ თქვა და გასაგებად ამიერკავკასიაში რუსეთი ისე ადვილად კი არა საერთოდ არანაირ პოზიციებს არ დათმობს ეს არის ის რა დასკვნაც იქიდან გამოდის რაც ჯერჯერობით გვაქვს მოცემულობის სახით აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სომხეთსა და რუსეთს შორის და რა თქმა უნდა საქართველოსთან ურთიერთობაშიც იგივე უნდა ვიფიქროთ და იგივე უნდა ვივარაუდოთ მაგრამ საქართველოს თემას მე ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდები სხვათა შორის პესკოვი აცხადებს იმასაც რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვენი მიზნების მიღწევით და სასურველია ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით სასურველია ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მაგრამ ვიდრე ეს შეუძლებელია ვიდრე ვიღაცა დასავლეთი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის თანახმა არ არის ჩამოყალიბებული ისე რომ ეს შედეგი დადგეს ასეთ შემთხვევაში სპეციალური ოპერაცია გაგრძელდება ეს არის პესკოვის ნათქვამი მას შემდეგ რაც გაიმართა დიალოგი სატელეფონო დიალოგი პუტინსა და ტრამპს შორის ესეც ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გახლავთ და აი სულ ბოლო წუთს მე სტუდიაში შემომიტანეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ დღეს სტეპანაკერტში აზერბაიჯანში შეიკრიბნენ თქვენ ახლა ხედავთ ალბათ კადრებსაც აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერები იდეაში ეს იყო ეკონომიკური ფორუმი მაგრამ მოგეხსენებათ რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ სხვათა შორის დღეისთვის სადაც ეკონომიკა და პოლიტიკა იქვეა გეოპოლიტიკაც მე რა თქმა უნდა არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და რამე კონკრეტული ვთქვა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მაგრამ იმას კი ვიტყვი რომ ამიერკავკასია ურთულეს ფაზაში შედის ურთულეს ფაზაში და ეს ჩვენთვისაც ალბათ ძალიან დიდი გამოცდა იქნება ამისთვის მზად უნდა ვიყოთ შინაგანადაც რაც შეეხება ვთქვა ხალხს და მოსახლეობას მაგრამ ამისთვის პირველ რიგში მზად უნდა იყოს თავრობა და ხელისუფლება იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული და ახლა მაინც ალბათ იმ გზაზე უნდა შევდგეთ რომელიც გზაც უფრო უსაფრთხოდ უფრო მარტივად უფრო რბილად გაგვიყვანს სამშვიდობოს და მიგვიყვანს ხვალინდელ დღემდე. ახლა ვიდრე საქართველოს მოუბრუნდებოდე, ოდნავ შევისვენოთ და შემოგთავაზებთ ფსიქიატრიის რენტგენს. მეათე ადგილზე გასული ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის ერთობ მკრეხელური, რის გამოც ბოდიშს გიხდით, დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელია რომ თქვენ ეს ნახოთ.
მივხვდით ალბათ, რომ ეს არაკაცი ვიღაცაა, რაღაც პაროდირებას აკეთებს საგალობელზე, ქრისტეზე, ქრისტიანობაზე, საქართველოსა და ქართველობაზე და ჩვენს იმ სუბსტანციაზე, რასაც მართლმადიდებლობა ქვია. თავისი მჭყავანახმით გაკივის ამ საგალობლის სიტყვებს, ტექსტს და იქცევა ისე, რასაც ქვია მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა, მკრეხელობა, მაგრამ აი ამ მკრეხელობის მიღმა, რა თქმა უნდა, დგას ფსიქიატრიული პრობლემა, დგას შიზოფრენია, დგას სიგიჟე, რომელსაც ვერც ეს პიროვნება უშველის რამეს ალბათ და ვერც ჩვენ საზოგადოება ვერ ვშველით აი ამ გიჟებს, აი ამ მოვარდნილ რაღაც მეწყერს, ცუნამს, რომელმაც ლამის არის წაგვლეკოს ყველა ერთად. მეცხრე ადგილზე გასული ვიდეო. ნაცმოძრაობა არის ომისგან გრევის პარტია. ქვეყანა სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური აყვავება. ზედ გამოწერილია ამისთვის ბიძინა ივანიშვილი. ზედ გამოწერილი პერსონალი. მივხვდით ალბათ, როდინდელია ეს ვიდეო მასალა, რომ ნაცმოძრაობა არის ომის პარტია, უბედურების პარტია და ასე შემდეგ და საქართველოსთვის ზედ გამოწერილია ბიძინა ივანიშვილი. ასე ამტკიცებდა ეს კაცი. მამა სანიგიძე. ახლა გამოჩნდა შვილი სანიგიძე, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მოგესალმებით ამ ქვეყნის პატრიოტებს, ადამიანებს, რომლებმაც ამ 12 წლის განმავლობაში გაიარეთ ნამდვილი ჯოჯოხეთი. აი ასეთი გახლავთ ეს ტრაგედია. ის რომ მამა სხვას ამტკიცებდა და დღეს სხვას ამტკიცებს, ეს ახალი არ არის საქართველოს ეს იცის, მაგრამ აი შვილიც რომ რაღაც გზაზე შეაყენე და მაინც და მაინც ჩაითრია ამ უბედურებაში და მამა-შვილი ერთმანეთს უპირისპირდებით, შესაძლებელია დღეის მონაცემებით არ უპირისპირდებით ერთმანეთს, მაგრამ მცირე მონაკვეთში, 10 წლიან მონაკვეთში რომ ერთმანეთს ასე სამკვდროს სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებით მამა-შვილი, წარსულს რაც ეხება, მომავალში რას იზამთ? გავა კიდევ 5 წელი, 10 წელი, 3 წელი, 2 წელი, ან 20 წელი დაუპირისპირდებით ერთმანეთს, არ შეიძლება ასე ქმედება. აი ამ ყველაფერს რომ უყურებ და ყველაფერს რომ ვისმენ, მე მეწოდება უფროსი სანიგიძე, ლევან სანიგიძე ღმერთმა აცხონოს, ჩინებული მწერალი და ისტორიკოსი კაცი. როდესაც ამათ უსმენ, ლამის იქამდე მიიყვანონ საზოგადოება, რომ აი უქარქაშო ხმლების კითხველიც კი დააბნიონ და დობლობა გაუჩინონ მათი წინაპრის მიმართ, მათი დიდი წინაპრის მიმართ. საერთოდ ფსიქიატრიაში გადასული პოლიტიკა ეს არის დიდი ტრაგედია, შემზარავი ტრაგედია. შემდეგი ვიდეო. კაცნო, ჩემი თავი ცნობილი ვაფშე არა ვარ და ბევრი თქვენგან ფიქრობს ახლა რომ ვინ ჩემი ავესავდა. უი, ბოდიში, არ ვიზამ. ეს იყო მე-7 ადგილზე გასული ვიდეო, ახალგაზრდა კაცი გამოდის და საკუთარ თავზე იძახის ამ რაღაც საშინელ სიტყვებს. თანაც არ ვიცი მან იცოდა თუ არა მიკროფონი ჩართული იყო, არ იყო ჩართული, მისთვის ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტია რომ ასეა მოწოდებული ეს ყველაფერი, მიკროფონი აღმოჩნდა ჩართული და მან შემდეგ ბოდიშები იხადა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბოდიშის მოხდას, როდესაც ადამიანმა იცის საკუთარი თავი. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი შეაფასოს ისე, როგორც მან შეაფასა. აი ასეთი ადამიანი რატომ უნდა მონაწილეობდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რატომ უნდა იდგეს ტრიბუნასთან, რატომ უნდა იდგეს სცენაზე, რატომ უნდა მიდიოდეს მიკროფონთან და რატომ უნდა ისმოდეს მისი ხმა საჯარო სივრცეში. ეს ყველაფერი მარტო ამ ერთი კაცის უბედურება კი არ არის, ჩვენი ეროვნული ტრაგედია და ეროვნული უბედურება, როდესაც ამნაირი ადამიანების მოსმენა გვიწევს მთელი 30 წლის განმავლობაში კაცმა რომ თქვას ეს გუშინ ხომ არ დაწყებულა და გუშინ წინ. ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და აი მაშინ დაწყებულმა იმ პროცესებმა დღემდე მოაღწია კი არა, უფრო გამძაფრდა, უფრო გაძლიერდა და მივიღეთ ის სურათი, რასაც მართლაც ეროვნული ტრაგედია ქვია. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო.
ვცდილობენ რომ გადაგიკეტონ ჰაერი. მართლა დახვრეტა დარჩა, ყველაფერი გააკეთა, სადაც შეიძლება. რითი შეიძლება ადამიანს ავნო, რითი შეიძლება ქვეყანას ავნო და მართლა რა დახვრეტის ეს არ არის რაღაცა ლიტერატურული ენა, რაღაც მაღალფარდოვანი რაღაცა გამონათქვამი. მართლა დახვრეტის იქით არაფერი არ დარჩენია. მე ბევრი ვერაფერი გავიგე ამ ქალმა რა თქვა, მაგრამ ის კი გავიგე რომ აი დახვრეტამდეც მივიდნენ უკვე და ესე იგი საქმე ძალიან გართულ და ერთი სიტყვით ხელისუფლებას ებრძვის და ამბობს რომ საშინელი დიქტატურაა ქვეყანაში, რომ ლამის სუნთქვა აგვიგზალონ და დავხრიტონ და ასე შემდეგ და მე არ ვიცი, ლამაზია ეს ქალბატონი? შესაძლებელი არის კიდეც, მაგრამ საზოგადოების წინაშე სიტყვის თქმა სილამაზით განისაზღვრება თუ კი ლამაზია. თუ სხვა რამეა კიდევ საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამდე შენი ხმა, შენი ნაფიქრი, შენი ნააზრევი მიიტანო. ესეც ტრაგედია ეროვნული, როდესაც ამ შოუ ბიზნესის თუ რაღაც უბედურების წარმომადგენლები თავს გავიდნენ. თავიანთი არეალიდან გავიდნენ. საკუთარ თავს გადაახტნენ და საკუთარ თავს აძლევენ იმის უფლებას, რისი უფლება მათთვის არავის მიუცია. ეს უფლება მათ კანონის დარღვევით, სამართლის დარღვევით და რაც თავარია ზნეობის დარღვევით მოიპოვეს, თუ კი ამას დავარქმევთ სიტყვას მოიპოვეს. არაფერი არ მოუპოვებიათ, მაგრამ მათ დღეს მიუწვდებათ რაღაცისთვის ხელი და აი ასე იქცევიან, როგორც ეს ქალბატონი ახლა იქცეოდა. მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხიდები, ევროპა არის ხიდები და უნდა ვაშენოთ ჭიათურამდეც, ყიბულამდეც და ყველა პროტესტამდე ხიდები არის ევროპა. არ ვიცი, ევროპა არის თუ არა ხიდები, მაგრამ სანამ ჭიათურამდე და ტყიბულამდე ხიდებს ააშენებდე, მანამდე ან ნახაზი უნდა მოიტანო, ან პროექტი უნდა მოიტანო, აი რას ნიშნავს ეს ყვირილი? რატომ უნდა გამოვიდეს ადამიანი საზოგადოების წინაშე და იყვიროს აი ის აბსურდი, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ, თუ რა თქმა უნდა ფსიქიატრიული პრობლემა არ აქვს. მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო, აქ მარტო ფსიქიატრიული პრობლემა არ არის, აქ კრიმინალის ელემენტებიც არის და ასე ვთქვათ, იურისპრუდენციის თვალთახედვითაც უნდა შევხედოთ ამას. საქართველოს დადექი, მე დავამატებდი აღზდექი და აჯანყდი, ასეთი არის მგონია უფრო სწორი ფორმულირება. არ ვიცი, ჟურნალისტია ხო? ის მაინც არ ასწავლეს, რომ არ შეიძლება მოწოდება ჟურნალისტის პირით მაინც. არ შეიძლება მოწოდება აჯანყებისკენ, რევოლუციისკენ, სახელმწიფო გადატრიალებისგან და ასე შემდეგ. არავის არაფერი არ უსწავლებია და არც თვითონ უსწავლია რამე. ამიტომ ამ ქალბატონის ფსიქიატრიული პრობლემა გადადის კრიმინალურ პრობლემაში და გადადის იმ საზღვრებს, საიდანაც იურიდიული პასუხისმგებლობა იწყება. სხვათა შორის ძალიან მომძლავრდა და მომრავლდა ლაპარაკია ესეთი მოწოდებებით და ახლა მე წარმოგიდგენთ მესამე ადგილზე გასულ ვიდეოს, სადაც ერთი თქვენთვის კარგად ცნობილი პერსონაჟი პირდაპირ გეგმავს რევოლუციას და სახელმწიფო გადატრიალებას. 1 სექტემბერს ვიკრიბებით. ძლიერი საქართველოს ლელო იღებს საკუთარ თავზე კახეთის რეგიონს. 10,000 კაცი ჩამოყავს. 1 სექტემბერს დღის 3 საათზე ვიქნებით უსტაველზე. ყვება ძლიერმა საქართველოს მაიღოს საკუთარ თავზე. გახარიას ჯგუფმა უნდა ჩამოიყვანოს 10,000 მოქალაქე სამეგრელოდან. ნაცმოძრაობა მიგივე უნდა გააკეთოს იმერეთიდან. 27 აგვისტო პირობითად ნინო ლობჯარია და ეკა გიგაური აკეთებენ განცხადებას ბრიუსელიდან. ონლაინ მედიების წარმომადგენლები და ასე შემდეგ აკეთებენ ერთობლივ განცხადებას 30 აგვისტოს. ომის ვეტერანები აკეთებენ განცხადებას. დღის 12 საათზე ორგანიზაცია ფარი გადაკეტავს ორივე სანაპიროს. მანამდე ერთი დღით ადრე შეიარაღებულ ძალებს მიმართავს ორგანიზაცია ფარი. დიასპორა 21 აგვისტოს იწყებს დაბრუნებას. სულ უნდა ჩამოვიდეს 10 თვითმფრინავი. ბაიკერები კეტავენ ცხეთიდან შემოსასვლელს. რა უნდა 50 ბაიკერის მიაკ ბაიკებს თბილისი. მსახიობები იკრიბებიან 1 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრთან. ყველა თეატრის, ყველა დასის, ყველა მსახიობი
პატიმრთა დედები 27 აგვისტოს ისხებენ ერთობლივ შიმშილობას. რა უფლება მაქვს ეხა მუბიძგო ვინმეს, მაგრამ 27 აგვისტოს ისხებენ ერთობლივ შიმშილობას. პაატა ბურჭულაძე აკეთებს განცხადებას ოპერის თეატრის სცენიდან. მე მუსიკოსები, რომლებიც მონაწილეობდნენ თბილისი ოპენ ეირში, ისინი მართავენ სცენას ფილარმონიასთან. ეს რო გაგრძელდეს 3 თვე წარმოიდგინე, 3 თვე მღერიან, 3 თვე მღერის თამადა ესეთი მხუხარება გადაგვარჩენს ჩვენ. აი ასეთი გახლავთ ეს ამბავი და ახლა მე ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ერთადერთი რისკენაც ახლა გულმა გამიწია ის არის რომ თუ ამ სიუჟეტით პროკურატურა დაინტერესდება, მაშინ მე უნდა უშუამდგომლო ამ კვალს რომ დაანებეთ თავი. ეს ისეთი დიდი გიჟია, ისეთი დიდებული გიჟია, ისეთი მწვერვალია სიგიჟის რომ არა ამას ციხეში რა უნდა ეს ხალხში უნდა დადიოდეს და ხალხმა უნდა იცოდეს თუ სანამდე შეუძლია ამ ვერაგსენს მისვლა რასაც ქვია შიზოფრენია და სიგიჟე. ბატონი პაატა ბურჭულაძე ახსენა ამ კაცმა. ბატონი პაატა ჩემი ძველი მეგობარია და ამიტომ არ მსიამოვნებს, როდესაც აქ ამ ფსიქიატრიის რენტგენში ხვდება, ამ გადაცემაში, ამ რუბრიკაში, მაგრამ რა ვქნა თვითონ გვაიძულებს, რომ გვერდი ვერ აუაროთ ვერაფრით. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. დღეს ბატონებო, მე ვიყავი ქალაქის მერიაში, შევიტანე განცხადება ჩვენი მოთხოვნით, რუსთაველის გამზირის მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითმონ ბორის ბაიჩაძის დინამოს სტადიონში. დრაზეს მიიღეთ კალაძის საჯარო პასუხი, რომ არ მიგვიღია არა. კი ბატონო, არის ეს მისი ასე ვთქვათ კომენტარი, რომ ეს სტადიონი არის კერძო საკუთრება, ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიას, ეკუთვნის კლუბ დინამოს და შესაბამისად უნდა მიმართოთ ხო? მაშინ გჭირდება შუადღოლობა ეხლა მაინც ქალაქიდან. თორე ძნელია ასეთი რამის. ესეთი დიდი ყრილობის გადაწყვეტა, მე ვთქვი სტადიონის დირექტორს იმას ვერ უნდა დააბრალო ადამიანი. ეს ხდება რაღაც ეროვნული რამ. მაშინ ქალაქმა უნდა აიღოს და დაიქირავოს. ან კერძო მესაკუთრებსაც აპირებთ რომ მიმართოთ იმისათვის რომ აბსოლუტურად ყველა ფორმალური ასე ვთქვათ ნაწილი და დეტალი იყოს წესრიგში რომ ხელი არ აქვს. ქალაქის მერიას რომ თხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს ამისთან ხეხა სადაგობ ჩვენ. იმისთან ხარო კიდე სტადიონის ფულები ვიხადოთ. აკაცი გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ ფული უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ, მერიამ. ღონისძიებები რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც დაედება საფუძვლად, ამისთვის ფული სხვამ უნდა გადაუხადოს. მე ეს შევიტანე ამ რუბრიკაში ფსიქიატრიის რენტგენი, იმიტომ რომ აშკარა ფსიქიატრიის ელემენტები ვნახე. თუმცა შეიძლება ეწყინოს ბატონ პაატას და თქვას რომ რაშვაში აქ ჩემი ფსიქიატრიული მდგომარეობა ეს ცილი დამწამეთო. კარგით, მე განზე გავდგები და ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს მოვუსმინოთ, ეს გახლავთ პირველ ადგილზე გასული ვიდეო. პაატა ბურჭულაძე მიდის მერიაში და სთხოვს დახმარებას, რომ მეო ესე იგი რევოლუცია უნდა დავიწყო დინამო სტადიონიდან. და დინამო სტადიონից უნდა დავიწყო რევოლუციაო, იმიტომ რომ კარგად გადავეტევით, კარგად დავთვლითო, ასე ისე, მაგრამ პატრა სტადიონი არის, მაგრამ გარეთ დადგება, ხალხი არ აუშავსო და მიდის მერიას ნებართვას თხოვს. ხალხი აღშფოთა რაშვაშიაო, მერიაო, სტადიონი კერძო საკუთრებაში არის. და თურმე გაირკვა, აი უბრალოდ მე არ დავიჯერე, როცა ეს პირველად ნახე, გადავიკითხე, ნიუსებში მოვძებნე, თურმე გაირკვა, რომ პაატა ბურჭულაძე ყურადღებით სთხოვს მერიას გამოუყოს ფული რომ მიქირავოს ბიზნესმენ ფიფიასგან სტადიონი. ანუ ქართულ ოცნებას ოპოზიცია სთხოვს ფულს რომლითაც იქირავებს სტადიონს სადაც შეკრიბავს ხალხს რომლითაც მე დაამხობს ქართულ ოცნებას. აი რა ქვია მას ახლა? ეს ხო არის რაღაც ტიპის ფსიქიკური აშლილობა, ხო? ოღონდ დიდ მასშტაბში გავრცელებულია ბევრ ადამიანში. ეს ხო არის ერთი ადამიანის პრობლემა. გასაგებია რა კოცები ამას დაცინდიან, მაგრამ ეს ხო არ არის ნორმალური. ეს ხო უბრალოდ არ ვიცი რა, მე არ ვარ ფსიქიატრი და არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან ასეთ. ბატონო, ესეც მე ვარ, ეს არის ბატონი რაქვიაშვილი, რომელიც იმიტომ შემოვიყვანე ამ რუბრიკაში, რომ მან კარგად ახსნა თუ რასთან გვაქვს საქმე. თვითონ არაფერი არ უთქვია ისეთი, რომელსაც შეედავები. არც იურიდიულად, არც ფსიქიატრიის ვერანაირი თვალსაზრისით მას ვერ შეედავები, მაგრამ მან თქვა ის,
რასაც მე ვამბობ. მან თუნდაც იგივე ბატონ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით თქვა ის, რომ რასაც აკეთებს ბატონი ბურჭულაძე, ეს არის ფსიქიატრიული პრობლემა. ამიტომ მე ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას ვიხსნი ბატონ პაატას წინაშე. ასეთი იყო დღეს რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. ახლა მივუბრუნდეთ გადაცემას, მინდა ერთი პატარა სიუჟეტი გაჩვენოთ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გუშინ იყო ეს დღე, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღე და ეს იყო არა მარტო დამოუკიდებლობის დღე, არამედ ეს იყო ფაშიზმისაგან, ფაშისტური უწმინდურებისაგან ბელარუსის გაწმენდისა და გასუფთავების დღე. იქ ჩვენი ერთი თანამემამულე ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა და ეს ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. Сегодня День Республики, сегодня День независимости нашей родной Беларуси. И мы очередной раз с благородной, доброй миссией посещаем еще один регион нашей синеокой. Брагин. Это та земля, которая, наверное, больше всех пострадала во время страшной чернобыльской трагедии. Здесь люди-герои. Это та земля, которая находится в непосредственной близости от Украины. Братской, не чужой. Именно здесь сегодня наши ребята из ансамбля «Солнечная Грузия» очередной раз приятно удивили местных жихарей своим искусством, своей любовью к традициям. И нам особенно приятно, что мы находимся на улице, которая носит имя нашего соотечественника Шалвы Чалидзе. Мы находимся на той территории, которая в далеком 1943 году была самой первой из освобожденных. За наших героев вечная им память, и пусть будущее поколение живет в мире, в согласии, и никогда не забывает тех, кого забыть просто невозможно. Кайхамит, уберегу. ეს კაცი ბატონი თენგიზ დუბმბაძე გახლავთ, ის ჩემი კოლეგაა, ჟურნალისტია, შესანიშნავი კაცია, შესანიშნავი პიროვნება. ის იყო ბელარუსის პარლამენტის წევრი, იყო კომიტეტის თავმჯდომარე და არის კაცი, რომელიც მეგობრობას თესავს, მეგობრობის ძაფებს ეძებს, ამ ძაფების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს და ცდილობს, რომ ხალხები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისტორიულად ვიყავით დაკავშირებული ერთმანეთთან, ერთმანეთს არ მოვწყდეთ. ბელარუსის შესახებ აქ ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ, ცუდს და შეურაცხყოფას, მაშინ როდესაც ბელარუსი არის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხისთვის შეენარჩუნებინა როგორც ეკონომიკური პირობები, ასევე სიწყნარე, სიმშვიდე, სულიერი სიმშვიდე და ეს ყველაფერი, როდესაც ჩადიხარ იქ, იმდენად თვალშისაცემია, რომ იტყვიან წამოსვლა არ გინდა ხოლმე, იმდენად ლამაზია ეს ყველაფერი და იმდენად არის სოციალური პირობებიც, სხვა პირობები, კულტურული, ჰუმანიტარული, ისეა მოწესრიგებული, მოგვარებული, რომ გაგიკვირდება და გშურს, კეთილი შურით გშურს, გინდა რომ რაღაც ამდაგვარი ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში აშენდეს და გაკეთდეს. აქეთკენ უნდა ვისწრაფოდეთ, მით უმეტეს, რომ ეს მართლმადიდებელი ქვეყანა, ჩვენ ერთიანი ძაფებით უნდა ვიყოთ გადაბმული იმ ბურჯთან მართლმადიდებლობისა, რომელსაც რუსეთი ქვია და რომელსაც მოსკოვი ქვია. ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენ სული თუ დავგარგეთ, სულიერება თუ დავგარგეთ, იდენტობა თუ დავგარგეთ, რაღაც სხვა სამყაროში, სხვა მასაში თუ ავითქვიფეთ, მაშინ ალბათ ძალიან გაგვიჭირდება და ამიტომ მინდა გამოვიყენო ეს მდგომარეობა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მინდა ბელარუს ხალხს მიულოცო დამოუკიდებლობის დღე, ფაშიზმისგან ბელარუსის გაწმენდის დღე, მოგახსენებათ, რომ ბელარუსი სწორედ ის რესპუბლიკა იყო, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო პროცენტულად ფაშიზმის ჭირთან ბრძოლასა და ომში და იყო ის რესპუბლიკა, რომელიც მართლა ძლევამოსილი გამოვიდა ფაშისტთან დაპირისპირებაში. ულოცავ მათ ამ დიდებულ დღეს
და მინდა რომ იცოდეთ, ეს არის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო, უაღრესად წარმატებული სახელმწიფო. ახლა ცოტა აქეთ გადმოვინაცვლოთ და მივუბრუნდეთ ერთ-ერთ პერსონაჟს. ეს გახლავთ ქალბატონი ხოშტარია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო შიმშილობა, რაღაც გაუგებარი მოთხოვნებით, მაგრამ მიზანი სრულიად გასაგები იყო და ეს მიზანი მან თავად ჩამოაყალიბა. რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობარი ერთადერთი გზა. აბატონო, 3 თუ 4 სიტყვაში ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამა. რევოლუცია და დამხობა. ეს არის ერთადერთი გზა. ამიტომ დგანან ესენი ქუჩაში. ამიტომ დაეძებენ ესენი ფულს. ამიტომ იღებენ უზარმაზარ გასამჯელოს, რომ სახელმწიფო გადატრიალებით დააგვირგვინონ ყველაფერი. შიმშილობა თუ სხვა რამ აქცია, კონცერტი რომ კონცერტია, რომელსაც ესენი მართავენ, ის კონცერტიც კი მოწოდებულია სახელმწიფო გადატრიალების მომზადებისთვის. ეს არის მათი დავალება, რომელიც მიიღეს და რის გამოც გასამჯელოს აძლევენ და იღებენ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შიმშილობის გამოცხადების დღესვე, პირველსავე დღეს, ვიღაცა მოშიმშილე პოლიტიკანთან რა საქმე ქონდა გერმანიის ელჩს, რომელიც იმავე წუთს გვერდით აეტუზა და სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც ჩვენ ზურგს უკანაც ხედავთ, ზუსტად ამ წუთებში საუბრობენ პეტერ ფიშერი და ელენე ხოშტარია. ცხადია, ჩვენ მათ არ შემოწყვეტინებთ დიალოგს, თუმცა პეტერ ფიშერმა უკვე გამართა საუბარი გედევან ფოფხაძესთან, ერთ-ერთ მოშიმშილესთან. ასე რომ მოიქცევა ელჩი, დიპლომატი, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა სახელმწიფოში. ეს მარტო უვიცობა არ არის და უვიცობით არ მოსვლია მას ეს ამბავი. ეს არის პროვოკაციაში ღია და აშკარა მონაწილეობა. რაც ჩაიდინა გერმანიის ელჩმა ბატონმა ფიშერმა. სირცხვილი მას ამ საქციელის გამო, მაგრამ უბედურება ელჩის საქციელი კი არ არის. უბედურება, უფრო დიდი უბედურება არის მის უკან მდგომის სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც მას ჯერ ამგვარ დავალებას აძლევს, ხოლო მის ამ სამარცხვინო საქციელს შემდეგ ასეთ გამართლებას უძებნის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს. უწყების სპიკერმა ფორმულას წერილობით კითხვას უპასუხა, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან პეტერ ფიშერის გაძევების მუქარას და ვენის კონვენციის დარღვევას ეხებოდა. სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის რესპუბლიკა პეტერ ფიშერს მხარს უჭერს და ის გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს. მართულ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ უსამართლო დამოკიდებულებაზე, ასახელებენ კონკრეტულ ფაქტებს და იხსენებენ ელჩის ნაბიჯებს. მათივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. ის წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში. მისი მოვალეობა იცოდეს რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია საქართველოს დიდი პარტნიორი და მეგობარი იყო. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენ უარყოფთ ჩვენსა და ჩვენი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს. ურთიერთობის აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით აქეთ გადმოგვაბრალა ყველაფერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამიტომ მე მინდა მათ უთხრა, რომ თქვენ იყავით და როგორც ჩანს დარჩით ფაშისტები. ამას სხვა სახელი არ ქვია. როდესაც ღიად ებრძვით სხვა სახელმწიფოს, ელჩის ხელით მხარში უდგახართ იმ ძალებს, რომლებიც არ მალავენ, აცხადებენ ღია ტექსტით, რომ სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების დამხობისთვის იბრძვიან, ეს არის ფაშისტური სულისკვეთება. ეს არის ბრძოლა, ომი სხვა სახელმწიფოსთვის გამოცხადებული და ეს სხვა სიტყვებით ვერ შეფასდება. მე ჩემი შეფასება უკვე გითხარით, თუმცა ცოტა უფრო დიპლომატიური შეფასება, რა თქმა უნდა, მოხვა სახელმწიფო წრეებიდან, მმართველი პარტიისგან და ამასაც ახლა მოგასვენებთ ბატონი ქადაგიშვილი. გასაგებია, რომ ეხლა გერმანია დაიცავდა თავის
ელს, იმიტომ რომ საქმეც იმაშია, რომ დასაცავად გაუხდა ელს საქმე. უკვე ეს არის დიპლომატიური საქმიანობის ჩავარდნა, როდესაც შენ დასაცავად გიხდება საქმე შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ერთმნიშვნელოვნად ასია, როდესაც თავის მართლება გიწევს, როდესაც დაცვა გიწევს ელჩისა, უგვანის აქციერის გამო, ეს არის ჩავარდნა დიპლომატიური სამსახურისა და დიპლომატიური საქმიანობისა საქართველოში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ელჩები უდგან ამ მხარში, დასავლეთის ძალიან ბნელი ძალები უდგან ამ მხარში, ამათ პერსპექტივა მაინც არ აქვთ, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ შეაგროვეს, ვერაფერი ვერ მოაგროვეს, ვერავის თავი ვერ მოუყარეს და რამდენიმე კინკილა ადამიანი დარბის წინ და უკან ამ რუსთაველის პროსპექტზე და ამით ცდილობენ რაღაცის მიღწევას. ესეც მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის. აი მაგალითად რა შეფასება მისცა მათ უკანასკნელ გაფართხალებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე. 4 პარტია, 40 NGO, Deep State, უცხოური ბიუროკრატია, ჩინოვნიკები ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს. რუსთაველის გამზირზე ნული თანახმობა. ამიტომ გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ამიტომ ნურავინურ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ. ასე უნდა იყოს, სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ რეალურად ისინი სიცრუეს ჩამოეკიდნენ, ვითომ გაყალბებულ არჩევნებს ჩამოეკიდნენ და ვიცით რომ არავითარი გაყალბება არჩევნებისა არ მოხდა, ვიცით რომ მათ მიიღეს შეუფერებლად დიდი რაოდენობა ხმებისა. ჩემთვის მაგალითად გასაკვირია ის რაოდენობა, რაც მათ მოაგროვეს, მაგრამ მათ ეს იცოტავეს, თქვენს რომ ჩვენ მეტი მივიღეთ და ამიტომ უნდა მივიდეთ სახელმწიფო გადატრიალებამდე. ამ დროს თქვათ იგივე ეუთო, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ გაიმართა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე მსჯელობს. პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ აქვს შვეიცარიას დამცავი მანდატი და ინარჩუნებს დიპლომატიური შუამავლობის როლს. სწორედ ამიტომ საქართველოში არსებული ვითარება და მათი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. გასულ წელს იქ არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვიყავი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდესაც შევხვდით არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე იქ პრეტენზია არავის ჰქონია. არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე ვკითხეთ საკუთარ თავს. როგორც ჩაიარა არჩევნებმა, ჩვენ დავადგინეთ, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანი არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა, რაც შემაშფოთებელი იყო და ამიტომ წინადადებას კრიტიკულად მივიჩნევ. აბატონო, ერთ აბზაცში ამ კაცმა შვეიცარიის წარმომადგენელმა ჩამოაყალიბა თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში. სხვათა შორის მან გამოიყენა სიტყვა იდეალურად. ამას ამბობს ის ადამიანები, რომლებსაც ხელი მიუწვდება რაღაცისთვის და თუ კი რამე არსებობდა ფაქტი, გამამტყუნებელი, სამხილი, ეს ყველაფერი უნდა მოეტანა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და უნდა დაედო აქაც და იქაც, სადაც ამ საკითხებს იხილავენ, მაგრამ მათ ხელში არაფერი უჭირავთ, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი სამხილი, ასეთი დოკუმენტაცია და ამიტომ რა ვქნათ ახლა ამათ ხუშტურებს გადაყვეს საქართველო და ქართველი ხალხი თუ დაუჯეროთ იმ ადამიანებს თუნდაც ევროპელებს რომლებიც ასე ლაპარაკობენ სხვათა შორის ეუთოს გენერალურმა მდივანმა იგივე პოზიცია წარმოადგინა რაც თქვენ ახლა შვეიცარელი მეგობრისგან გესმოდათ. რაც შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს. ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამ მომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 66 აქვს. ანუ პარლამენტის 40%-ზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი. თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად. თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო პარლამენტი. გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდი ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ.
გამოვიდეს ახლა თუნდაც ერთი ადამიანი და ეკამათოს ამ პატიოს ამ კაცს. რა თქვა ამ კაცმა არასწორი, მიუღებელი, რა თქვა ისეთი, რომელიც ვინმეში უკმაყოფილებას გამოიწვევს. აბსოლუტურად სწორად წარმოადგინა ყველაფერი. თუ კი ვინმე იტყვის, რომ ეს კაცი არის პრორუსი, ეს კაცი რუსეთის ინტერესებს იცავს და იმიტომ ლაპარაკობს ასეო, მაშინ მე მოგასმენიებ თქვენ იმას, თუ როგორ დაიწყო მან თავის გამოსვლა ეუთოს ამ სკლობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ტექნიკურად, ისე სამართლებრივად. ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვსჯელობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. არის ეს კაცი პრორუსი? არა. აშკარად არ არის პრორუსი, მაგრამ თქვა ის, რაც წინა სიუჟეტში მოვისმინეთ, თქვა. ესე იგი, ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას სინამდვილეში დასავლეთის მეხუთე კოლონასა და აგენტურას საქართველოს ამ ღია მტრებს არაფერი ხელის მოსაკიდებელი არ აქვს, მაგრამ ქვეყანა მაინც უნდა წაათრიონ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით. ეს არის დავალება, რომელიც აქვთ მიღებული, ამაში იღებენ გასამჯელოს, ამაში იღებენ თანხებს და მოქმედებენ ამ მიმართულებით. ამიტომ ეს ხალხმა რა თქმა უნდა დაინახოს და გააცნობიეროს, მაგრამ აი ვნახოთ ეუთოს სლომაზე იმ ნათქვამებს, რომელიც მე ხა თქვენ მოგასმენიათ, როგორ აფასებს აქ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. სადაც მოა ცალკეული გამონათქვამები, ცალკეული საჯარო მოხელეების თუ პოლიტიკური ფიგურების, რომლებიც აზრზე ევროპის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ საბოლოო ჯამში, ესე საქართველოსთან მიმართებაში ესე გამოდის და რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ამ გამონათქვამების არ გააჩნიათ რეალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რაიმე ტიპის უფლებები აქვს ოპოზიციას იჭერენ, ოპოზიციას არ ვიცი, ხა საპარლამენტო ტრიბუნას კი არა, სუნთხვას უშლიან, უკვე ამის Facebook პოსტებიდან დაწყებული, ქუჩაში გაგრძელებული ყველაფერი არის დასჯადი. ამას რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ამას ხდება საკეთებს, ვერ ერგოა ქართულ პოლიტიკაში პირდაპირ შემიძლია თქვა. სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები ამ კაცს. საქართველოში ოპოზიციას არ იჭერენ. საქართველოში იჭერენ ხულიგნებს, ბანდიტებს, ბოროტმოქმედებს და სახელმწიფო გადატრიალების მომამზადებლებს. აი ეს ხდება საქართველოში ოპოზიციას არავინ არ იჭერს. პირიქით, თუ ვინმე არის ოპოზიცია, შეუფერებლად და არასწორად გალაღებული და მიშვებული ყავთ, ასე ვთქვათ, საძოვარზე. აი კიდევ ერთი მათი წარმომადგენელი. ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაში არ არის ასახული ეუთოს წევრი ქვეყანათა აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა. 38 ქვეყანა მოითხოვს ქართული ოცნებისგან პასუხებს, რომელსაც ის ვერ იღებს. ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ პლურალისტულ გარემოში განახორციელოს თავისი საქმიანობა. ხომ ყველაფერი გაიგეთ? მე მგონი ვერაფერი ვერ გაიგეთ, იმიტომ რომ ეს არაფერი არ არის ჩამოყალიბებული, ეს არაფერი არ არის დასაბუთებული და ეს ყველაფერი არის ჰაერში ნასროლი ფუჭის სიტყვები, რასაც ისინი მიჩვეულები არიან. ისევ ქადაგიშვილი რა პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენელს? არჩევნების დასრულების შემდეგ ეუთოს და ოდირის სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრმა აღნიშნა, რომ არჩევნები იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, ჩატარებული და ამორჩევლის ნება იყო ასახული. სწორედ ეს გაიმეორა ეუთოს გენერალურმა მდივანმაც და ოპოზიციამ მიიღო 61 მანდატი 150 კაციან პარლამენტში, ანუ 40%-ზე მეტი. და როდესაც შენ არ, ასე ვთქვათ, იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ ამ მანდატს, შენ უგულობელყოფ შენ ამორჩეველ. ასეა, ნამდვილად ასეა, ისინი უსინდისოდ ექცევიან თავიანთ მომხრეებსაც, თავიანთ ამომრჩევლებსაც, დანარჩენზე ხომ ლაპარაკი არ არის, რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს, ეს არის მათი ცხოვრების წესი, მათ და სამწუხაროდ. ახლა მინდა ერთი პატარა ეპიზოდი მოგასმენინოთ პაპუაშვილის განცხადებიდან. შალვა პაპუაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან USAID ოფიციალურად წყვეტს საქმიანობას. სპიკერი მის რამდენიმე თვის წინ დადებულ პოსტსაც აზიარებს.
დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული. მრავალი წერია უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად. დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, უცხოური დახმარება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლად შეძენილი ინტერესები საღდებოდა როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი ამ ჩანერგილი ინტერესების დაცვა ხალხის სახელით უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა. მეტიც ამგვარ კონსტრუქციაში უცხო ქვეყნების ელჩები მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობა მაგვირჩია. უზრუნველყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. შესანიშნავია, მადლობის მეტი რა გვეთქმის საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობაში მართლაც რაღაც ისეთ პოზიციაზე დგება, სადაც ჩანს სუვერენიტეტისკენ სწრაფვა, ჩანს ღირსების ელემენტები და ასე შემდეგ. მაგრამ ჯობდა ეს გაცილებით ადრე გაკეთებულიყო. ახლა აქ ითქვა, რომ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული პოსტიო, საკუთარი პოსტი გაიხსენაო ბატონმა შალვა პაპუაშვილმა. კარგია, თუნდაც რამდენიმე თვის წინ თქვენ რომ მიხვდით იმას, რასაც დიდი ხნის წინ უნდა მიხვედროდით. მაგრამ მე ამას გეუბნებოდი თქვენ 30 წლის წინ, 25 წლის წინ, 20 წლის წინ, 15 წლის წინ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ამას გეუბნებით ყოველ დღე. აი დღესაც ამას გეუბნებით და ამიტომ ახლა მინდა ერთი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ ჩემი ძველი გადაცემიდან, ეს დაახლოებით 5 წლის წინანდელი გადაცემა არის. აი რას გეუბნებოდით მე დასავლეთთან დაკავშირებით, ნატოსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ გადაცემას დავიწყებ ერთ-ერთი ეპიზოდით დიდებული ქართული მხატვრული ფილმიდან დათა თუთაშხია. რატომ დამჭირდა ამ ეპიზოდის მოხმობა, ამას რა თქმა უნდა თანდათანობით გავიგებთ. მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის იმედი და ნამეტანი იმედია რა თქვას ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაილებს ხალხი გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. მოდით აგერ განახვევთ როგორი იმედი მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის. ეს ის კონდრის კაცი არა? დილით რომ წამოიყვანა თაბაგარმა სამუშაოდ სხვებთან ერთად. ის არის. ხუთ შაურს ვაძლევ დღეში. ყველა მიცის. მუნჯია და ყრუ. ზის მასე და უჭირავს ხელში მაგბაწარი? კი. ზის ასე და უჭირავს ხელში ბაწარი. და საკეთებს შაში რალოცული. იმედს საკეთებს მოსეთ ჩემო. იმ ხალხის იმედს. ასამობს ეგაც. მერტიც საშია და მის იმედა. ჩემი მტერი იყოს თუნდა და ამ ჭაში ჩაშვებული კაცის იმედა. ვინა რომ არის? გეტყვით აგერ და გაიგებთ ყველაფერს. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის. მათი ხრელი აქ მოვა ამ ჭაში და მის იმედზე არიან. აი ეს არქივო ბატონო თუ კაცი ხარ. ის ხრელი აღმართ შეადის და იქით მიდის. აქ რანაირად გამოვა? არც გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. ამთას ხო უყურებ შენ? აქ თაში იტვიალებს ხრელი და არსად არ წავა იქიდან. ასია ნანგარიშები. ხალხმა თუ იცის ეგ? იცის აბარავა, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი თუ იცი? რას ფიქრობს და ასაჟენზე რომ მიაღწევს ხრელი, დაიგებს ზებო. დაიგებს და ჩამაფკრავს სახლს. რანაირათელია მამზარის ჩამოკრავს არიტყვი. აქეთ აქ გამობასული ყურების სულ. აი ასეთი იმედი შეუქმნა სეთურმა ხალხს. აბსოლუტურად ცრუ იმედი. იმედი, რომელსაც არანაირი გამართლება, არანაირი ახდენა არ მოხვებოდა, მაგრამ იმედად რჩებოდა. გენიალური მწერლის
ჭაბუა ამირეჯიბის დიდი დამსახურება ის არის, რომ ეს თავის დროზე თუ იკითხებოდა როგორც საბჭოთა კავშირის ალეგორია, აგერ დღევანდელ დროსაც სრულიად განსხვავებულ ეპოქას და ვითარებას შესანიშნავად მოერგო. რა მაქვს მხედველობაში? მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას შემდეგ, რაც სოციალისტური სისტემა დაიშალა და მას შემდეგ, რაც ყველაფერ ამას 95% საქართველოს მოსახლეობისა გაღატაკება მოყვა და 5%-ის უზომო გამდიდრება. ადამიანებს რაღაცის იმედი მაინც უნდა ქონოდათ. თორემ ამბოხი იქნებოდა, აჯანყება იქნებოდა, დიდი სოციალური უკმაყოფილება იქნებოდა. ამიტომ იმედი დაუსახეს ადამიანებს და უთხრეს მათ, რომ ეს დღეს ხდება ასე და ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ დავემსგავსოთ დასავლეთს და წავიდეთ დასავლეთის მიმართულებით. ანუ ჩვენი იმედი, ჩვენი პერსპექტივა, ხვალინდელი და მომავლის კეთილდღეობის აუცილებელი პირობა ეს არის ნატო და ევროკავშირი. დაიჯერა ხალხმა. შევალთ ნატოში, შევალთ ევროკავშირში და ვიცხოვრებთ ბედნიერი ცხოვრებით. გავიდა აგერ 30 წელიწადზე მეტი დრო, ბედნიერი ცხოვრება არ ჩანს, არც ნატოს წევრად გვიღებენ, არც ევროკავშირის წევრად გვიღებენ. არათუ წევრად არ გვიღებენ, კანდიდატობას რომ გვპირდებოდნენ, იმ კანდიდატობაზეც უარი გვტკიცეს. ანუ ახლა ჩვენ ვართ აი მჭაში რომ იჯდა ყრუმუნჯი ზებო, იმ ზებოს იმედად, რომელიც გაიგებს ბედნიერი მომავლის მოახლოებას და ჩამოკრავს ზარს. ველოდებით აი ამ ყრუმუნჯის მიერ ჩამოკრულ ზარს. ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს, ასეთ ვითარებაში აღმოჩნდით. არ ვარ მე დათათუთაშხია რომ გკითხოთ, ვინ ხართ და რა ხალხი ხართ მეთქი, მაგრამ ვინცა ვარ, იმის სახელით გეკითხებით. სადღაც ფინალი ხომ უნდა კონდეს, თუნდაც უაზრო მოლოდინს, თუნდაც ყოვლად უსაფუძვლო იმედს. ხვალინდელი დღის პერსპექტივას, რომელსაც გპირდებიან და არ ჩანს. საზღვარი ხომ უნდა კონდეს სადღაც ხომ უნდა მიხვდეს ქვეყანა, ხალხი, მოსახლეობა, ერი, იმას რომ ტყუილია ეს იმედი. ისეთი იმედია, როგორიც ჭაბუა ამირეჯიბმა აღწერა თავის გენიალურ რომანში დათათუთაშხია. სრულ იმედი. იმედი, რომელსაც ახთენა არ უწერია. სადღაც ხომ უნდა მივხვდეთ ამას. მართალი გითხრათ, შემეცოდა ახლა საკუთარი თავი. იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო შევწირე ამას. ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამაში. ძალიან დიდი ენერგია დავხარჯე ამაში. დავბერდი აგერ უკვე, მაგრამ სამწუხაროდ მე მგონი ვერავის ვერაფერი ვერ შევაგნები ეჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილს საზოგადოებისა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება გვქვია. როდესაც ესენი ჯერ კიდევ ევროპისკენ მიდიან, ჯერ კიდევ დასავლეთთან ახალ ურთიერთობებს აგებენ, ჯერ კიდევ ტრამპის იმედად არიან. აი ეს ყველაფერი მახსენდება და ისიც ვიცი, რომ არც ამ ახალ იმედს უწერია ახთენა და გამართლება. ამიტომ მეცოდება ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი ერი, ჩემი მშობელი ხალხი მეცოდება და ამის გამო ვირჯები ამდენს, რომ მოდით დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. მოდით მოიხედეთ უკან, განვლილი გზისკენ, ისტორიას შეხედეთ. შეხედეთ იმას, რაც უკვე გადავიტანეთ. იმასაც შეხედეთ, რა დღეში ვართ დღეს. და აქედან იმ პერსპექტივისკენ გაიხედეთ, რასაც მომავალი გვქვია. თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებივით
გადაჩეხავთ ქვეყანას უბსკურში. იქნებ თავი დაანებოთ ამ საქმეს და ვიღაცა გამოჩნდეს ისეთი, რომელიც სწორად გააანალიზებს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. აი აქეთკენ მინდა მოუწოდო ხელისუფლებას და ხალხს, ჩემს მსმენელებს, ჩემს მაყურებლებს მინდა მოგიწოდოთ იქეთკენ, რომ მოდით თლიანობაში დაინახეთ ეს ყველაფერი. გვეყო ამ სიცრუეში ცხოვრება, გვეყო ამ სიბინძურეში ცხოვრება, გვეყო ამ დასავლეთის ხელში რაღაცა თოჯინასავით სათამაშო ქვეყნად და სათამაშო ხალხად ჩვენი წარმოჩინება და წარმოდგენა. გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. სხვა გზას დავადგეთ, რომელიც ნაცადია, რომელიც ისტორიულია, რომელიც გამოცდილია და რომელიც გაცილებით უფრო პერსპექტიულია. ახლა დავანებებ ამას თავს დროებით და სამ საკითხს მინდა შევეხო ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა. პირველი გახლავთ ჯანდაცვის თემა. ბატონი კობახიძე, როდესაც ის წარსდგა პარლამენტის წინაშე ანგარიშით. 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებს ეს რონო არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველა ძალიან კარგად გახსოვთ. 683,000 იყო პენსიონერების რაოდენობა საქართველოში 2012 წელს და ეს რაოდენობა არის გასწრილი 869,000-მდე. მაგას პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. აი ასეთი იყო განცხადებები, რომელიც გაკეთდა და ახლა მე ბოროტი კაცი რომ ვიყო, აქ რაღაცას გასაკრიტიკებელს ვნახავდი, მაგრამ პირიქით, მე მინდა რომ აი ეს მივიღო როგორც სწორი ნათქვამი, სწორი პოზიცია, სწორი დამოკიდებულება და მადლობა უთხრა მათ ყველაფერი იმისთვის, რაც თუნდაც ამ სფეროში კეთდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის და ძალიან ბევრია იქ ხარვეზი, წუნი და გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრია. მე პირადად შევეფეთე ამ დღეებში, თქვათ ამ ჯანდაცვის თემას, ჩემი ოჯახის წევრთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ როდესაც საპენსიო ასაკშია ადამიანი, ის ფინანსდება ძალიან სერიოზულად, მithles რომ 90% ეს არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში და მხოლოდ 10%-ია ის, რომელიც პაციენტმა უნდა გადაიხადოს. მე მიმაჩნია, რომ ეს მართლაც მინაღწევარია, მართლაც ძალიან სერიოზული თანადგომაა მოსახლეობის და პენსიონერების მიმართ. ეს ერთი მხარეა საკითხის. მაგრამ არის კიდევ მეორე საკითხი. სხვათა შორის ამასაც შევეფეთე და ამიტომ ცოტა უფრო ახლოს მივედი და ახლოს ჩავხედე ამ საკითხს. მაგალითად, როგორი არის დემოგრაფიული მომავლის საკითხი, როგორი არის ორსული ქალების მიმართ დამოკიდებულება, როგორი არის ახალშობილთა მიმართ დამოკიდებულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ სხვა სურათი აღმოჩნდა, ცუდი სურათი, უაღრესად ცუდი სურათი. ორსული ქალი ორსულობის პერიოდში თუ შვილის გაჩენის შემდეგ რამდენჯერაც სტაციონარში მოხვდება რაღაცა სხვადასხვა მომენტებით და მოტივებით. იმდენი 2000 და 3000 და 4000 თუ გადაახტევინეთ, მაშინ დაფიქრდება ეს ახალგაზრდა ქალბატონი. მე შევძლებ კიდევ შვილის გაჩენას, თუნდაც აი ამ მოუგვარებელი პრობლემების გამო. მე მადლობა გითხარით, როდესაც პენსიონერებს უვლით და მოსავლელია ეს კატეგორია საზოგადოებისა, ეს ნაწილი საზოგადოებისა, მაგრამ განა უფრო სათუთი არ არის ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც შვილს აჩენს, ჩვენს მომავალს აჩენს, იმ თაობას აჩენს, რომელმა თაობამაც უნდა ჩაიბაროს ეს ქვეყანა და რომელმა თაობამაც უკეთეს გზაზე უნდა შეაყენოს ქვეყანა. შეიძლება მათ ისე ვექცეოდეთ, როგორც დავინახე, თურმე ექცევიან და ძალიან ცუდად ექცევიან იმ თვალსაზრისით, რომ იქ არავით არის შეღავათები, შესაძლებელია რაღაც არის მცირე შეღავათები, მაგრამ არავით არის ხელშესახები შეღავათები მათ არ ქონიათ. ამიტომ ეს საკითხი გამოსასწორებელია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ისეთ დემოგრაფიულ კოლაფსში შევედით, ისეთ საოცარ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რომ თუ იმ ზებოსავით განგაშის ზარი არ შემოვკარით,
მაშინ ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. ამიტომ მე მინდა ერთი თემა წარმოვადგინო, ოღონდ არა ჩემგან, არამედ ჩემი კოლეგისგან, ეს გახლავთ ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელმაც მართლაც შემოკრა ამ განგაშის ზარს და აი ასეთი რამ თქვა. და მინდა ისევ დაუბრუნდე ჩვენს საპატრიარქოს. თქვენ არ გაწუხებთ ესი ვერ გავიგეს, ეს პოლიტიკური საკითხი არის? ეხლა ეს მიგრაციის თემა? პოლიტიკურია ეს საკითხი, თუ არის ეროვნული საკითხი, რომელიც ყველას გვეხება. ორი კურტნის მუშა ჩამოიყვანეს და 9 მილიონი არიან უკვე. და ყველაფერს ვერ ვიტყვი კიდე. რო ჩადიხართ ზოგიერთ რეგიონში და რო ვერ იგრძნობთ, რო ეს არის საქართველო. აი ადრე ვიძახთით ხოლმე ჩვენ რომ ისაო რა ქვია, თბილისი დაგვრჩებაო და ეგ იქნებაო. თბილისიც არ დაგვრჩება უკვე. არც თბილისი დაგვრჩება და არაფერი არ დაგვრჩება. კინწისყრით გაგვაგდებენ. ჩვენ მალე გავიზიარებთ ქურთი ერის ბედს. აი როგორც ქურთებს არ აქვს თავიანთი სამშობლო ტერიტორია, ანუ ქვეყანა, მაგრამ იმოფანტული არიან, ასე ვიქნებით, მაგრამ ქურთებისგან განსხვავებით ჩვენ ქართველები აღარ ვიქნებით. იმიტომ რომ ქურთებმა ასე თუ ისე შეინარჩუნეს თავისი იდენტობა. აი არ აქვს საკუთარი რაღაცა ტერიტორია, რაღაცა ცალკე სახელმწიფო, და ჩვენ რა მიდიან აგერ უცხოეთში, გაძღებიან, შვილებს ქართულს არ ასწავლიან, მეორე, მესამე თაობა და ის უკვე გადაზელილია ქართული მარტო ეხლა ის აქვს გვარი. მე არ ვიცი მართლა ასე არის თუ არა, მართლა გაძღებიან და ცუდად იქცევიან მე სამშობლოსთან დამოკიდებულებაში. შეიძლება ცოტა სხვანაირად არის საკითხი. მე ასე დავსვამდი ამ მოვლენას. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს. საქართველოდან გადინება და საქართველოში შემოდინება. ვინ გადის და ვინ შემოდის. ქართველი გადის, ქართველი გარბის, იძულებულია გაიქცეს და იმიტომ, ხოლო სხვა შემოდის და მკვიდრდება აქ. ეს არის რა თქმა უნდა დემოგრაფიული უკიდურესი დისბალანსის შემქმნელი პროცესი, რომელიც საგანგაშოა. ჩვენ ვეკითხები მე ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ რამე პროგრამა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დავეხმაროთ ემიგრანტებს, შრომით ემიგრაციაში წასულ უდიდეს ნაწილს ჩვენი საზოგადოების. დავეხმაროთ, რისთვის მიდიან ისინი პირველ რიგში, უბინაობით, უმუშევრობით, გამოწვეული პრობლემების გამო. და არ შეიძლება რომ მათ დავეხმაროთ რამეში. ისინი იქ ვერ გამოიმუშავებენ იმდენს, რომ აქ უკიდურესად გაძვირებული ბინები იყიდონ და შეიძინონ. ამას ვერ მოახერხებენ. რატომ გაძვირდა აქ ასე ბინები? იმიტომ რომ უცხოელი შემოდის. და თბილისში ბინების ფასი უტოლდება ლონდონში, ნიუ-იორკში, მოსკოვში და სხვა მეგაპოლისებში არსებულ ფასებს. ეს კატასტროფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში ბინებს კი აშენებენ, მაგრამ აშენებენ არა ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვის. ასეთი პირობები რომ შეიქმნა, აქ რეგულაციები არ არის საჭირო. აქ დახმარება ქართულ ნაწილს მოსახლეობისა, რომელიც იძულებული გავხადეთ, რომ გაგვექცია ქვეყნიდან. მათ დახმარების ხელი არ ჭირდებათ. მათ არ შეიძლება ან შეღავათიანი კრედიტი მიეცეთ, ან მათთვის ბინები აშენდეს, ან სამუშაო ადგილები გაჩნდეს, ან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ამაზე მე კი არ უნდა ვფიქრობდე. ალბათ მეც უნდა ვფიქრობდე და მთელი საზოგადოებას, მაგრამ პირველ რიგში მთავრობა უნდა ფიქრობდეს, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ ეს არის ხვალინდელი დღე და ეს არის გადასაჭრელი და გასაკეთებელი. ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე ამ საკითხში ცამდე მართალია. შესაძლებელია მას ცოტა ტახტი დაუწუნოთ, ხმამაღალი, მტკვახე ლაპარაკი დაუწუნოთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. მან შინაარსი საქმისა, შინაარსი პრობლემისა სწორად წარმოაჩინა. ამიტომ იქ არ უნდა უსაყვედუროთ, სადაც რაღაცა ხარვეს დაინახავთ. ტახტის თვალსაზრისით, არამედ და კარგად გააანალიზოთ თუ რა თქვა ამ კაცმა და რატომ თქვა და რატომ არის თუნდაც გაღიზიანებული და რატომ ლაპარაკობს გაღიზიანებული ტონით. მე მინდა მისი კიდევ ერთი ეპიზოდი შემოგთავაზოთ მისი ამ სატელევიზიო გადაცემიდან, სადაც ის სხვა ასევე ძალიან ფაქის თემას შეეხო. მე გეკითხებით ამ მეუფეებს, მინდა მივმართო ასევე ჩვენს მეუფეში.
თუ გამოდით, მე მაინტერესებს ამდენი არალეგალი მუსლიმანთან რო შემოდის, თქვენ ეკლესიებში ვინ ივლის, მაინტერესებს. საქართველოში თუ ქრისტიანი მართლმადიდებლელი არ დარჩა, ამ ეკლესიებს ვისთვის ვაშენებთ? მუზეუმად უნდა ვაქციოთ, სამუზეუმო ექსპონატები უნდა იყოს? ქართველი ხალხი გმინავს. ქართველი ხალხი არის აღფოთებული და ჩვენ ერთი განცხადება არ გვესმის ეკლესიიდან. ეხლა პატრიარქი რო ჯანზე იყოს და პატრიარქი რო იყოს მხნედ, ეხლა გამოვიდო და იტყოდა რომ გააჩერეთ ეს ისა რა ქვია მიგრაცია. მე მეუფეშიოს მიმართო, თქვენ არ გაწუხებთ, ან არ უყურებთ ამ ქუჩაში, არ დადიხარ თქვენ. ეხლა ზოგიერთი გასაგებია ისეთი დაბურული ჯიპები დადის არ ჩანს ეს. მე ხა ვიღაცა გამო აი ნიკოლოზ ჯავანაძე ეკლესიას ურტყამს. არავის არ ურტყამ. პირიქით ეკლესიას ვიცავ მე. მაგრამ არ თქვა, აღარა თქვა, გასკდა გული. აი ბოლო ორი სიტყვა, გასკდა გული. ეს მარტო ნიკოლოზ მჟავანაძის ნათქვამი არ არის. და მარტო ნიკოლოზ მჟავანაძეს არ უსყდება გული იმ მდგომარეობის გამო, რომელიც არის შექმნილი. ეს ჩვენი ტკივილია, ქართველი ხალხის ტკივილია, ქართველი ერის ტკივილია და ტკივილია სულისა. არ შეიძლება ზომაწონის დარღვევა ყველგან და ყველაფერში. არ შეიძლება ქვეყნიდან გადინების და შემოდინების ასეთი უცნაური ბალანსი იყოს, როგორც საქართველოში არის. არ ვებძვით არავის გვესმის. დღევანდელი დღე ცოტა სხვა ნაირი ვითარებაა, სხვა სიტუაცია, სხვა დამოკიდებულებებია. ჩამსვლელის მიმართ, წამსვლელის მიმართ, მომსვლელის მიმართ, სტუმრის მიმართ ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი ეს არღვევს და ლახავს იმ წითელ ხაზებს, რომელიც სასიკვდილო დარტყმად მოუბრუნდება საქართველოს, მაშინ ხმა არ ამოვიღოთ? თუ ნიკოლოზ მჟავანაძესავით გავიმეორებ გასკდა გულიო, თუ გული სკდება დარდისგან, ტკივილისგან, სევდისგან, ხვალინდელი დღის შიშისგან, პერსპექტივის უქონლობისგან, ასეთ შემთხვევაში არ ვთქვათ, არ შეგძახოთ, არ შეიძლება ასე გაგრძელება არ შეიძლება. შიოს მიმართავდა ბატონი ნიკოლოზი. კი, მეუფე შიოს სასეთქმის ესაყვედური და სრულიად ეკლესიას და სინოდის წევრებს და ყველამ უნდა აღიმაღლოს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა არ არის, როგორც ბატონმა მჟავანაძემ თქვა. ეს ეროვნული საქმეა, ეროვნული ტკივილია, ეროვნული ტრაგედიაა. ამიტომ ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა და ყველამ უნდა თქვას სათქმელი, მაგრამ პირველ რიგში ეკლესიამდეც, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმეა ეს, მმართველი პარტიის საქმეა ეს. მარტო გამოკიდება რა დააშავა სააკაშვილმა ვიცით ყველამ. აი ეს კომისია რომ მუშაობს დღეს ცოტა გაჭიანურდა ამ კომისიის მუშაობას. არ უნდოდა ამდენი გადასვლა, ამდენი რაღაც ლაბირინთებში შესვლა და რაღაცა უამრავი რაღაცის აკინძვა ერთ ძივად და ერთ ბადეში და ერთ ჩანტაში ყველაფრის ჩაყრა. სააკაშვილის მმართველობა იყო გამოსაძიებელი და უნდა დამთავრებულიყო ამით ყველაფერი და განაჩენი უნდა დამდგარიყო აქამდე. რაღაც ცუდად გაიწელა ეს ყველაფერი. დავამთავროთ ამ თემით სპეკულაცია. მოდით მივხედოთ პრობლემებს, რომლებიც უაღრესად მტკივნეულია. რომლებიც აუცილებლად გადასაჭრელი. უამისოდ ხვალინდელი დღე არ არსებობს. და როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობდა, ჩვენ რისთვის გვინდა ეს ეკლესიები? მართლა მუზეუმებად ხო არ უნდა იქცნენ ისინი? ეს ეკლესია უნდა იყოს იმისთვის, რომ მრევლი იყოს იქ. ქართველი ხალხი დადიოდეს ამ ეკლესიაში და ქართველი ხალხი ანთებდეს სანთელს და იწერდეს პირჯვარს. ისე როგორც მე გავაკეთებ ახლა ამას, დავანთებ სანთელს და გადავიწერ პირჯვარს. და გთხოვთ თქვენც ჩემთან ერთად გადაიწეროთ პირჯვარი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ნაცადი და აპრობირებული გზა, მართლმადიდებელი სამყარო, მართლმადიდებელი კულტურა, რომლის იქით გზა არ აგვაქვს, რომლის წიაღშიც ვიშვით და სადაც უნდა ვცადოთ ჩვენი ცხოვრების, ჩვენი არსებობის გაგრძელება და ჩვენი მომავლის ჩამოყალიბება. მართლმადიდებელი სამყარო. მართლმადიდებელი სამყაროს ბურჯი გახლავთ რუსეთი.
და მოსკოვი. ვერანაირი არეულობა ამიერკავკასიაში ამ მიმართულებას, ამ სამომავლო პერსპექტივას ვერ შეცვლის. აი ყველაფერი ის, რაც დღეს თქვენს წინაშე მინდოდა მეთქვა, ამით დავამთავრებ საუბარს იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.